მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი 2 ცეცხლ შუა, ტრადიციულად ირაკლი წულაიასთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და დღეს ჩვენი სტუმარია არც მეტი, არც ნაკლები თამარ ჩერგოლეიშვილი. პირველად გამოვაცხადე ეს. გამარჯობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. იყო ყინულის დედოფალი 2 ცეცხლ შუა. კი ბატონო. სანამ დავიწყებთ კითხვებზე გადასვლას, დღეს როცა ეს პოდკასტი იწერება, არის დღე, რომლის წინა დღესაც მოკლედ დააკავეს ნიკა მელია, როცა მოდიოდა ჩვენ გადაცემაში. რაღაცნაირად მქონდა ირაკლის არ ვიცი, მე მქონდა ცოტა უხერხულობის განცდასავით, რაციონალურად ახლა ჩვენი ბრალია, რასიგიჟია, მაგრამ ადამიანი ჩვენთან მოდიოდა და დაიჭირეს ცოტა. აი მე არ დამაკავეს, ესე იგი გარიგებული ვარ. მე მაგაზე გადავა. ისე კი იყო დაკავება. ეს და ბოკერია დადია რაღაცა და კაცი არც კი აჩვენე. ხო, მაგაზე ბარემ პირველივე შეკითხვას მაგას დავსვავ. მაშინ ერთ-ერთი ვიდეო ქონა ძალიან უტრირება არ მინდა რომ გამომივიდეს, შენ შეასწორებ თუ უტრირება გამომივიდა, მოკლედ ამ დაკავებებზე საუბრობდი და ძალიან გააფეტიშე თუ ეს დაჭერებიო, რაღაც კონტექსტი ესეთი იყო, რომ სწორად გავიგე ეს კონტექსტი. ნუ ჩვენ ხო ისეთ რეალობაში ვართ, რომ პრინციპში პოლიტიკური ბრძოლის ხაზი მოგწონს არ მოგწონს, გადის ამ თავპირისპირებებზე და დაკავებებზე და ასე შემდეგ და გარკვეული დაკვეთას ალბათ არის საზოგადოების ხთგა, რომ პოლიტიკოსებმა ეგეთი მიმწოლობა და პრინციპულობა გამოამჟღავნონ და შენ რატო არ მოგეწონა იქ? ანუ თავი დააჭერინონ პოლიტიკოსებმა, მაგას გულისხმობ? ისა მე არ ვთვლი რომ ამ პოლიტიკოსებმა თავი დააჭერინეს, მე ვთვლი რომ რეჟიმი პოლიტიკურად დევნის მათ. ხო, მე მაგას ვთვლი და ამ პოლიტიკური დევნის დროს ვინ როგორ სტრატეგიას აირჩევს, არის მათი საქმე ხა. მე მყავს ოჯახის წევრი, რომლის სტრატეგიაც ვიცი, ვიცნობ სხვადასხვა პოლიტიკოს, რომელმაც სხვადასხვა სტრატეგია აირჩია, ხო? უბრალოდ თავარი პრობლემა რა არის, რომ თავისთავად ეს ყველაფერი რატო ხდება? აი ახლა პოლიტიკოსების დაჭერა ისევ დღის წესრიგში რატო დადგეს? ჩემ ცხოვრება 13 წელია, რომელი წლიდან ხარ შენ ოპოზიციურად განწყობილი? 2013 წლიდან საყდრის აქციები რო დაიწყო, მაშინ ვიყავი აქტიურად ჩართული. ანუ მაშინ დროიდან ამ ხელისუფლების მიმართ, თორე ისე 2012 წელს ვიყავი ნაციონალების წინააღმდეგ აქციების ხო, ანუ ოპოზიციურად განწყობილი ხარ, ასე თუ ისე ადევნებ, რომ პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში მიდის 13 წელია ხა. ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ის ადამიანები ან დამნაშავეებად მიგვაჩნია თუ არ მიგვაჩნია, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მათი დაკავების მოტივი არის არა მათი დანაშაული და მიზეზი, არამედ ის, რომ ისინი პოლიტიკურად მოღვაწეობენ, თორე ეგრე ხა მურუსიძე არის. არც 9 წელს გვაყლდა პოლიტიკური დევნებით, მაგის აღნიშნოთ აუცილებლად. ხო, ოღონდ მაშინ პოლიტიკური ლიდერების, ესეთ გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერების დაჭერა არ ხდებოდა. ხო, თორე მაგალითად გვახსოვს კობა დავითაშვილის წამებები და იყო ფაქტები იქ მათიაშვილის დაკავებები და ეს რატომ გეჩვენა რომ ზედმეტი გაფეტიშება იყო თუ რაღაცა? იმიტომ რომ გეტყვი რატომაც ახლა ეს ყველაფერი ეს საგამოძიებო კომისია მოიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა, ხო? ანუ შექმნა რაღაცისთვის ხო უნდა ეს, ანუ როგორ მე მგონი პირველ რიგში პროპაგანდისტვის. რატო? ანუ პროპაგანდისტვის, ხო, ეს პროპაგანდა. ნაცები რაც უდები იყვნენ, არა, ნაცები რაც უდები იყვნენ კი არა, ყველა ნაცები არიან. ნაცების საზღვრების გამოკვეთა თუ უნდა, მაშინ გახარიას რატო დაუძახებთ? ანუ გახარიასაც უნდა მიაბას ნაცებს, ხო? ანუ ყველა უნდა გახდეს ნაცი და თემა უნდა იყოს პოლიტიკოსები. რატო აკეთებს ამას თქვენი აზრით? ანუ რატო უნდა რომ თემა იყოს პოლიტიკოსები? იმიტომ რომ პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის არის დიდი უფსკრული და ჩვენ ამაზე ბევრ საუბრობთ, მე მგონი თქვენც ამაზეც საუბრობთ და როდესაც ტელევიზიებიდან ტვინი მიაქვს პოლიტიკოსების დრამას, ხალხი უცხოვდება პოლიტიკური პროცესიდან. ანუ ბიძინა ივანიშვილს აწყობს, რომ ჩვენ პოლიტიკურ ფიგურებზე გქონდეს გამუდმებული დრამა ტელევიზიით. ეს ხდებოდა მიშა სააკაშვილის დროს, ეს უნდა რომ მოხდეს ახლაც. ამიტომ აბრუნებს პოლიტიკოსების დაკავებას დღის წესრიგში და უნდა რომ აქციის ფოკუსი, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს აქცია არის სახალხო, რომ ამ აქციას არ ყავს პოლიტიკური ლიდერი, რომ ეს არის ქვემოდან ზემოთ მოძრაობა და რომ ამ აქციას ყავს უამრავი გმირი. შეუწყეს ამ პოლიტიკოსებმაც ამაში რომ დააჭერინეს თავი მაინც მაგნები ხარ თითქოს. არა, მე არ ვიძახი რომ დააჭერინეს თავი კიდევ ერთხელ ყველამ კი როგორ რეაგირებ ამ ყველაფერზე? რამხელა ფოკუსს აქცევ? როგორ დამოკიდებულებას ავლენ? ანუ დასცინი შენ იმას რა ქვია რეჟიმს თუ დრამას ქმნი და მთელი დღე გაქეს რომ რასაშინლად არის საქმე რომ აი უკვე პოლიტიკოსებსაც იჭერენ. პოლიტიკოსებს იჭერენ 13 წელი ამ ქვეყანაში და ერთადერთი სწორი რეაქცია ჩემი აზრით რასაკვირველია რაც შეიძლება პოლიტიკოსებმა ვაჩვენოთ არის უხორცობა რომ ჩვენ საერთოდ არ ვართ თემა. რომ ჩვენ ვართ მაშინ როდესაც 50 პოლიტიკური პატიმარი
ხალხია სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და არ გამოუცხადებია რაღაცა ცვლილებებში მონაწილეობაზე და მერე თანამდებობის დაკავებაზე პრეტენზია, ხო? ეს ხალხი 20 წლის ხალხი, როცა ციხეშია, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, მათგან ფოკუსის გადატანა პოლიტიკოსებზე, რომლებიც ისედაც საზოგადოება გაუცხოებულია მათთან. როდესაც მე ამას ვამბობდი, რომ ნუ გაქვთ ეს მსხვერპლშეწირვის ჟინი, იმიტომ რომ ამ პოლიტიკოსებზე მიდიოდა წნეხი, რომ ეხლა თავები და ანუ უფრო აი ბაბლის მხრიდან თან ესეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ საერთოდ ალფას არის ბაბლი. და ბალფას არის ფართო გაგებით ქართული საზოგადოება. ყავს ისე მხარდამჭერები. შენი მხარდამჭერების ხო ბაბლია ჩვენი არა? არა, ჩემი მხარდამჭერების სხვაგან არის საერთოდ და უდიდესი ნაწილი ჩემი მხარდამჭერების ხმას საერთოდ არის. აი მაგაზე გადავალა. სასაცილო რაღაც იყო, რომ მაგასო შურსო ვიღაცეები წერდნენ, რომ დაიჭირესო და ის და რა მახსენდება, იცი? მიშა სააკაშოს ესე კიევში ფერმონტში ცხვირწინ ვეჯექი და ვეუბნებოდი, რომ მიშა მეთქი საქართველოში შენი ჩამოსვლა არაფერს არ გამოიწვევს თქო. ამიტომ ორი გზა გაქვს თქო. ან ცოტა ხანი უნდა გაიწვიო მეთქი და გვაცალო რომ იქ გადავწყვიტოთ იმ ხალხმა ვინც იქ დავრჩით რომ ან კიდე მეუთხარი უნდა შეგუო იმას რომ შენ ციხეში მოხვდები და კარგა ხან შეიძლება ვერ გამოხვიდე შენო ჩემი ქშურსო აი ეს მიხასო ხო აღარ შენზე რო ეჭვიანობსო მიშაზე არ უცხო ჯაფარაზე ეჭვიანობსო გავიგე იგივეა მოტივი ანუ რეაგირება იგივეა ინფანტილური სრულიად ანუ რეალურად მე იმას გეუბნები რომ თვითონ ჯაფარასთვის ჯაფარაზე რაღაცას ჩაგეკითხები სანამ დაიწყებო პატარა ჩაკითხვას ძალიან ინფანტური გონიათ რომ ვიღაცის ეს ლოგიკა გავიგე მუდმივად ინტერესი მაქვს მე ხარ სულ ვიღაცის წინააღმდეგ და კონფრონტაციული ხარ არა ჩემ გზაზე მივდივარ მე იმ გზაზე თუ ვინმე მეღობება აი იმის წინააღმდეგ ვარ იმის იქით რა ხდება მე მივდივარ ჩემ გზაზე ხო ეს წამი ირაკლი ჯაფარა ვახსენეთ და იცი რა თქმა მინდო და ჯაფარაზე რომ რა ქვეტექსტის პოსტის დაწერე რომ ერთი წელი დაისვენებდა კაციო თუ რაღაც ეხლა მაგის ქვეტექსტი რაც იყო გასაგებია ხო აბა რა აუ ეხლა უნდა მითხრა რომ არ იყო ქვეტექსტი რომ არა გეტყვი ზუსტად რაც აქ მოუყევი ის იყო რომ დამღალა აი ამ დრამამ ის როგორ აშორებს წვირს აი რაც გინდა ის ჩათვალე ქვეტექსტი მაგრამ მე მგონია აი ხა ძალიან გულახდი რაღაცას გეტყვი და არ მეჩხუბო თუ გინდა მეჩხუბო მე მგონია რომ აი პირობითად აი ხა გიგა ან ვინმე თქვენი პარტიელი რომ დაეჭირათ და ჯაფარასა ვინმეს რომ ეგეთი პოსტი დაეწერა დედის ტრაქს აგინებდი შენ ანუ მართლა ეგრე მგონია. ანუ მოდი ესე ვთქვათ რა რომ მე რომ ბებიას რო ყვერები ქონოდა, ვინ იქნებოდა, რა იქნებოდა, ანუ თუ არ აგინებდი მითხარი და არ გამოვა ჰიპოთეტური. ეს რას ვიზავდი, რა შინაარსის პოსტი იქნებოდა, რა კონტექსტში დაიწერებოდა, ეს ხო არასერიოზულია და კონტექსტი ხო დამწერმა იცის. იმას ახაც გავიმეორებ, ხალხო არ შეიძლება ამ ხელა დრამა პოლიტიკოსის დაჭერაზე, ნუ დამღალეთ. არ არის საჭირო, ანუ ცოტა უხორცობა გამოიჩინეთ მათ შორის გარემოცვამაც. ნუ ეხა ეგ ხო ცოტა ისეთი პოლიტიკოსი რო იჭერენ ქვეყანაში გასაგებია რომ რეზონანსი მოყვება მათ შორის მედიაში სულ რო იმისი არ იყოს მედია მე გამარჯობა მინდა და კონტრპროდუქტიული მგონია გამარჯვების ჩვენება და იმაზე გადავალთ ეხა შენ სათხედავ გზას მინდა ბიძინაზე და ამისთვის შენ გჭირდება რომ აჩვენო უხორცობა ეგ გამარჯვება ერთიანობის გარეშე ოპოზიციის ერთიანობის რაღაც ტიპის ერთიანობის ახლა ეს საერთოსია საგულისხმო მოკიდებლობის გარშემო ერთიანობა მაქვს როგორ არა ეხლა რანაირად აბა პლატფორმაზე რას ვაკეთებ რატო შეიძლება რომ იქ ვიჯდე მე ხო და მე მაგ აზრებ რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ერთიანობაში გულისხმობ ოპოზიციური ძალების ერთიანობას. არა, ოპოზიციური ძალების ერთიანობა უნდა გულისხმობდეს თამაშის წესების ირგვლივ ერთიანობას, ხო? მაგალითად თუ ვართ ერთიანები უნდა ვიყოთ ეთიკის ნორმების მიხედვით, რომ მაგალითად შენ ტელევიზიაში მე არ ვიბლოკებოდე, ხო? აი ხა შენ ეთიკის ნორმებზე არ გინდა. არა, მოდი ესე რას გულისხმობ ეთიკის ნორმებს, წვავეს შეფასებებს? დედის ტრაკის გინებას. ეგ არაფერი შუაში არ არის ეთიკასთან. ეთიკასთან არის შუაში ის რაც წერია მაგალითად 10 მცნებაში. ის რომ ადამიანს შენ ტელევიზიას გიბლოკავენ. ეგ არის ეთიკის ნორმის დარღვევა და შენ რო ისეთი ეპითეტებით მოიხსენიებ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს ლანძღავდი კაცო მანამდე. ეგ არ არის ეთიკის ნორმების დარღვევა? არა, ჩემო კარგო, შენ როგორ ჩანს ეს ეთიკის ნორმები მოდი ესე არსებობს პროფესიონალური ეთიკა, ხო? არსებობს პროფესიონალური ეთიკა. მოდი ესე ავიღოთ, რომ შენ თუ ხარ რომელიღაც მედიის დამფუძნებელი, შენ იღებ ვალდებულებას, რომ პროფესიულად გააშუქებ იმ არჩევანს, რაც ქართული ხალხის წინაშეა, ხო? მეც ვარ ერთ-ერთი არჩევანი. ამ დროს შენ მე მბლოკავ, საჯარო ინტერესებს ღალატობ. შენ ჩემზე რას ფიქრობ, რა თქვი, რა ეპითეტით შემამგე? მე ეს მკიდია ცალფერზე. მე მგონია რომ
რა თანმიმდევრული ხარ ხა მაგას თორე ტაბულაც ეგრე აშუქებს. არც მომთავრებინებ და როგორ არა, ტაბულა აშუქებს აბსოლუტურად ყველას. ტაბულას არ დაუბლოკია საერთოდ არავინ, ტაბულას არ გამოუტოვებია არც ერთი ნიუსი, არც ნიკა გვარამიაზე, არც მიშა მშულდაძეზე, არც დავით კეზერაშვილზე, უფრო მეტიც ძალიან სასაცილო რაღაც მოხდა. ეხა მე კი ტაბულას სარედაქციო პოლიტიკასთან ეხა კავშირში არ ვარ, მაგრამ ერთი დავით მჟავანაძეა, ქცევა არ უარგა რა არის სწორი, რა არ არის სწორი, იცის, მაგრამ ნუ ცოცავი. ვიღაც არის რა მოკლედ, რა მშრომლობა აქვს და აი ამ ჯაფარას თემაზე დავბლოკე რა. დავბლოკე. ცოტა ხნის წინ ნახე რომ გამოქვეყნებულა მისი თვალსაზრისი ტაბულაზე რა და გამიხარდა, იმიტომ რომ მე საერთოდ ვიცოდი რომ რაღაცა მოძრაობა ქონდა და გამოქვეყნება უნდა და ერთი კვირით ადრე დავბლოკე და იმედი მაქვს მიხვდება რა არის კლასი ზოგადად და რა არის სტანდარტი. მე შეიძლება შენ არ მომწონდე, ძამწვავით გაფასებდე, ხაჯად გოიმად მიგიჩნევდე, ესეთად თვლიდე, მაგრამ შენ თუ ნიუს შექმნი, მე საჯარო ინტერესს მოვიმსახურები და ამას აუცილებლად გავაშუქებ, შენი უფლება თუ დაირღვევა, მე როგორც პოლიტიკოსი ამას აუცილებლად გამოვეხმაურები და შენი უფლებების დარღვევაზე ვისაუბრებ და სადაც შევძლებ დაგიცავ, მიუხედავად, აი ეს არის ჩემთვის ეთიკა. და არა ის რომ ამან ჩემზე ის თქვა, იმან ჩემზე წვავე შეფასებები, მათ შორის რა ვიცი ხა ეგრე მუჰამედის კარიკატურაც დახატვაც წqins ვიღაცას და მე ტერორისტულ აქტს უწყობს. მაგრამ მიმაჩნია რომ პოლიტიკამ წვავე შეფასებები. ამეტანი манипуляციური მაგალითია ხა. მე კითხავ ერთ ასპექტზე, ეთიკის ასპექტებზე, მე კითხავ უბრალოდ ცოტა წარსულისკენ გაგახედებ თამარა, აი შენ რო დააფუძნე ტაბულა ბედუგიძესთან ერთად დააფუძნე მგონი თუ სწორედ მახსოვს? არა, ლევან რამიშვილთან ერთად დააფუძნე, ბედუგიძემ ხარდამჭერი იყო გეხმარებოდა ფინანსური. კი, აი როცა დააფუძნეთ თქვენ ეს ტაბულა, მე მახსოვს რომ სახელმწიფო სტრუქტურები ძირითადად იწერდნენ თქვენს არანაირი ვალდებულება ეს მათ, საერთოდ არანაირი ვალდებულება არ ქონიათ. ტაბულა გამოდიოდა თავიდან გამოდიოდა 3000 ცალი, 3000-იანი ტირაჟით და მე უკვე რაღაც შეხვედრები მქონდა Herald Tribune-თან, Wall Street Journal-თან. და ნამდვილად თქვენი მეუღლე იყო მაგალითად თანამდებობის პირი, ეთიკურ ნორმებთან. გაქვთ რომ ვიღაცამ რო გიანოდიას სტატიას საკითხვა მოინდომა და კახა ბენდუკიძის საკითხვა რომელიმე სამინისტროში ეს ზეწოლით იყო? არა, მიცემულა არ გინდა, თუ მითხარი უკეთესი გამოცემა მაგდროინდელია, რატო არ უნდა დომებოდა საჯარო სამსახურს რომ ვინმეს ეგ წაიკითხა, მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, ისედაც 3000-იანი ტირაჟით. ბოდიში არანაირი უპირატესობა ყოველთვის მქონდა გამომდინარე იქიდან რომ რაღაცნაირად ყოველთვის ვიყავი იმ წრეში სადაც შეიძლება არ ვიცი შეიძლება იქით იმიტომ რომ ჩემმა მშობლებმა ინგლისური და კომპიუტერი სხვებზე ადრე მასწავლეს იმ თავიდან მაგ წრეში ვიყავი და შესაბამისად წვდომა გინდა შევარდნაძის მთავრობის დროს გინდა სააკაშვილის მთავრობის დროს და შევარდნაძის სტატუსის დროსაც ზუსტად ისე ვიყავი როგორც სააკაშვილის დროს ვიყავი და კიდევ უკეთესად იმიტომ რომ საერთაშორისო ბიუროკრატი ვიყავი და ხელფასი მქონდა სამჯერ მაღალი. ანუ ჩემი სტატუსი და ის რომ ჩემთვის ხელმისაწვდომია რაღაცები არც ბოკერიას უკავშირდება, არც სააკაშვილს უკავშირდება მე. აიშალა ჟურნალისტიკასა და სამთავრობო არა, რასაკვირველი წაიშლებოდა იმ შემთხვევაში თუ ტაბულაში დაიწერებოდა რამე ისეთი რომელიც ეთიკურ სტანდარტს დაარღვევდა. აი გამახსენეთ ერთი სტატია როცა გაგიკრიტიკებიათ სააკაშვილის გუდი ან გიგაბოკერია. ანუ მე გაგახსენოთ თქვენ რისერჩი გაგეკეთეთ, თქვენ არიცით როგორ უნდა მუშაობდე. თქვენ გამახსენეთ ერთხელ მაინც გაგიკრიტიკებიათ. მოდით მე ჩაგიყრით ძალიან ბევრ სტატიას მაგალითად რატომ ლაპარაკის ნაცვლად ვაკრიტიკებდი იმაზე რომ დაიხურა დებატები მაგალითად იმედის დათურის სამსახური სადაც ვაკრიტიკებდი იმაზე ანუ ვიღაცას შეიძლება გიგაბოკერიაც გაუკრიტიკებია მისი პოლიტიკის ფარგლებში როდესაც ბეჭდავდა ტაბულაში ხო ანუ მოდი ესე ვთქვათ რომ თქვენ მე მიძახით გადაცემაში გინდათ რომ კითხვა დამისვა და რისერჩიც არ გაქვთ გაკეთებული რისერჩი რაღაც ყველაფერს რასაც პოსტავდი და ანუ ტაბულაში კრიტიკული სტატია დამიწერია თუ არა ამაზე რისერჩი არ გაქვთ გაკეთებული და აქ გინდათ ეს მაყურებლის პატივისცემა არ არის ანუ რამე ანუ სისტემური მარცხი ეს ხოცების ტელევიზიაზე აი მაყურებლის კაი გეხოცები არა ეგრე არის ზუსტად იმიტომ რომ შენ რომ მე მიძახი მე შენ რომ ინტერვიუზე რომ მანიპულაციებით აი რა მაყურებლის პატივისცემა ეხა ორღობეში ვარ ეხა არ ვიცი გააჩნია შენ ტერმინოლოგია აბუ აღიქმებოდა როგორც ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიური პორტალი ეხა შენ როგორც არ უნდა ანუ ძალიან ბევრი თვლის რომ რა ვიცი მე ხა deep state-ი ებრძვის ბიზნესს და ეხა მე ამაზე პასუხისმგებელი ხო არა ვარ ზუსტად ესევე ხა შენ სადაც იყავი იქ ესე აღიქმებოდა როგორც ეხა deep state-ი ადამიანი გეუბნება გავაკეთე რისერჩი და ვერ ნახე
კრიტიკული სტატიაო, ვერაო. ეს ჩაიწერეთ, მოდი ჩავიწეროთ. რატომ ლაპარაკის ნაცვლად? ვიწერთ და მე იმედის დათური სამსახური ჩაიწერეთ. გლდანტანამო, ანუ სისტემური მარცხი. ბევრია ძალიან და მით უმეტეს იქ რაღაცა შაშკინზე და იმაზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე, პოპულიზმზე, რომელიც შემოვიდა იგივე იმ საჯარო სამსახურზე, თქვათ, ასევე ჯარში გაწევის სერვისზე. ანუ ძალიან ბევრი და ზოგადად ნუ მიიღეთ პირადულში ჩვენ კითხავს ძალიან გთხოვთ. პირადულში არ მიმიღია, ნუ მთხოვთ იმას, რასაც არ უბრალოდ რისერჩეთ და არ იყო. აი მე წაგიკითხავთ ახლა 2000 გიგაბოკერიას მთავრობაზე ვერც ერთ სტატიას მე მთავრობის მიმართ კრიტიკულ ვერც ერთ სტატიას მე მოგიხდით ბოდიშ და თუ ნახავთ ძალიან ბევრ სტატიას რომელიც თავს ესხმის გიგაბოკერიას მთავრობას მე თქვენ მოუხადეთ თქვენ მაყურებელს ბოდიში რომ მოატყუეთ ის არ ბრაზდებოდა ხოლმე მაგაზე ხომ ან როხანი ჯოხს იყო შეიძლება ვერ ნახე მიშა ბრაზდებოდა კი ლექსომეტრიის არა გიგა თვითონ თქო არა გიგას ძალიან ცივილიზებული ადამიანია და იცის რომ ჩემ ცხოვრება მაგ და რომც გაბრაზებულიყო იქვე მე ცოტა ქანობა მოყვარს და მგონია რომ ნერვიულობ არ ნერვიულობ პარტია გოსავით ამ კანკალდება ყბა ყბა რა გიკანკალდება კაი რადგან დავფიქსავ რადგან ყბა რა გიკანკალდება კაი შენ წარსულზე კიდე დასაკუთრებულად ეს წარსულის ექსპერტი ეს ყავს დაგიწუნა ცოტა სხილები მაგრამ ანუ ის რო კრიტიკულ სტატიებს არ ვწერდი ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მას შემდეგ რაც მოგაწვდით სტატიებს და დაარისერჩებთ და გიკანახეთ ბოდიშ მოიხდა ვერ გავიგე გიგაბოკერიას მიმართ კრიტიკა თუ გიგაბოკერიას პოლიტიკის მიმართ კრიტიკა გუნდის გაინტერესებს. ან გიგაბოკერიას კრიტიკა. გიგაბოკერიას გუნდის კრიტიკა. აი მაგალითად გაგიკრიტიკებიათ რომ სასახა ნარატივი სოფლიოში არ იყო რომ ომის საქართველოს არ დაიწყო? რას ქვია არ გამიკრიტიკებია ომზე ძალიან ბევრი სტატიაა დაწერილი. და პირიქით კრიტიკულად უშუალოდ გიგას საქმიანობაში შეეხებოდა. ანუ შენ ვთვლი რომ ომი საქართველოს დაიწყო? არა პირიქით მაგი რომ არ დაიწყო საქართველოს ომი ეს ნარატივი ცალსახა არ იყო სოფლიოში ხო? ძალიან ცალსახა იყო და ჩვენ ყოველთვის როგორ იყო ცალსახა არ ყოფილა ეს ცალსახა არც ევროპაში არ ყოფილა ეს ცალსახა. ანუ და ტალიავინის ვაკრიტიკებდი თუ არა? კი ვაკრიტიკებდი ლევან ალექსიძის არაერთი ლევან ალექსიძის კომენტარებიც კი გვაქვს გამოქვეყნებული რომ საგარეო უწყების პირდაპირ ვალდებულება იყო აღნიშნული ნარატივის ჩამოყალიბება. ანუ და მუშაობდა მე არ მქონდა კრიტიკა საგარეო უწყების მიმართ იმიტომ რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობდა და ვაშუქებდით ჩვენს გიგა თვითონ აღიარა ჩვენთან პოდკასტში რომ ეს იყო შეცდომა ჩემიო. არა არ აღვიარებია ეგ და არა არ ვიცი გიგამ რა აღიარა მე არ მინახავს ის პოდკასტი გიგა სადაც იყო აქ და თქვენ ვერ დაგეყრდნობით იმიტომ რომ თქვენი კი ახმები ბატონო უყურეთ მაშინ და ანუ არა იმდენ მომზადებელი ხართ რომ შეიძლება ის აღიარება კარგი არა განზოგადება მომზადებლები ხართ მაყურებელს პატის არჩევში და თუ არ ვირიმი ბიჭებო დაწყნარებული ხოთ რომ არ გაბრაზდე და პირადულში არ მიიღო ჩვენი კითხვები ისეთ რამეს რაც არ ხდება ხო დაამშვიდით თუ შეიძლება ნუ ხვანცალებთ და მელაპარაკეთ სერიოზულად ნერვიულობის გამოვლინება მე უფრო ის მგონია რომ ესეთ ფრაზებს გვესვი რომ ხან მაყურებელს პატის არჩევთო ხან რისერჩი დააბიწუნა რა რისერჩოთ უბრალოდ რისერჩი დააბიწუნა და ეს წაგიკითხავთ არა მოუგდო ვერ იპოვა და თუ აღმოჩნდა რომ ცუდად დაარესერჩა მე ალბათ ირაკლი იტყვის რომ ცუდად დამირესერჩებიაო ხო ირაკლი თამარა რისერჩი დაამიწუნა და მე ერთი სტატუსი მინდა წაგიკითხო 2011 წლის 26 მაისი ხო და ამიტომ ამიტომ წამოვხდი დღეს დილით 9 საათზე 1 საათის ჩაძინებული და გავემართე ცხოვრებაში პირველად აღლუმზე არც ერთზე არ ყოფილვარ სისხლით მორწყულ რუსთაველზე მინდოდათ გარიყავი და ნუ ისევ სისხლით მორწყული რუსთაველი უნდა ყოფილიყო ჯარისთვის მეყურებინა კი რასაკვირველია მე გამოვაქვეყნე და თქვენც ძალიან კარგი იქნება თუ აჩვენებთ აი კარგი იქნება ეხლა თუ კითხვა დამასვევინოთ თუ შეიძლება არა ეს ხო არა კითხვა კი ბატონო კითხვა რა არის აი თქვენ როგორც მოქალაქე, მედია მენეჯერი თუ ხელისუფლების ხმამ გააკეთეს ეს კომენტარი? როგორც საქართველოს პატრიოტმა, რომელმაც მოისმინა ნინო ბურჯანაძის და მისი შვილის ჩანაწერი გრუზჯარების შემოყვანაზე და ვინც იმ დღეს არ ადგა და აღლუმი არ დაიცვა, ჩემი აზრით ვერ გაიგო რამხელა საზიზღრობას ეკნებოდა ადგილი. ანუ არასოდეს მე აღლუმს არ დავსწრები ვარ, მანამდე რამდენი 6 წელი, 5 წელი გიგასწოლი ვიყავი და სულ მეზარებოდა ხოლმე ოფიციალურ ღონისძიებებზე წასვლა. ამაზე წამოვხდი და ვიქეცი, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში არსებობდა ხალხი, რომელიც ცდილობდა დამოუკიდებლობის დღის აღლუმის ჩასვლას და ამისთვის მზად იყო გრუზჯარების შემოიყვანა და ამას განიხილავდა საკუთარ შვილთან. ეს რომ მოვისმინე, რასაკვირველი დავდექი აღლუმზე და ეხლაც იგივე პოსტს დავწერდი. არა, მაგაში გეთახმები კაცო, უბრალოდ რას ეთქოდი იმ ადამიანებს ვის დაზარალდნენ?
პოლიციელებს მაგალითად ვისაც დაეჯახნენ იგივეს რომ ძალიან მნიშვნელოვანია ან იმ ადამიანის ვისაც ასვათის სახით ახეხინეს და იგივეს ვეტყოდი ზუსტად იგივეს ვეტყოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმისთვის რომ ესეთი რაღაცები არ მოხდეს ქვეყანაში იმისთვის რომ კონდეს თავისუფალი სასამართლო იმისთვის რომ კონდეს უსაფრთხოება იმისთვის რომ კონდეს ინსტიტუტები ძალიან მნიშვნელოვანია რომ გრუზჯარები ვერასოდეს ვერ შემოვიდნენ ამ ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღლომი დავიცვა არ ვფიქრობ თამარა რომ ნაციონალურმა მოძრაობამ იმდენი რამე გააკეთა რომ ადამიანებს აღარ აინტერესებდათ ვირას იზავდა როგორც თქვენ წასულ ანუ ბევრი მიზეზი არსებობს ის რომ სასამართლო არ არსებობდა ის რომ გაწონასწორების და შეკავების მექანიზმები არ არსებობდა ეს ნამდვილად იყო ცუდი მაგრამ ჩვენ დავიფიქროთ იმაზე როგორ წავიდეთ წინ და ეხა როგორ უნდა გქონდეს ეგ სწორედ ამიტომ ძალიან ენთუზიაზმით მოვაწერე ხელი პრეზიდენტის კარტიას სწორედ იმიტომ რომ ნაფიცი მსაჯულების სისტემა გაფართოვდეს მოქალაქეები შემოვიდნენ მართლმსაჯულების პროცესში სისტემის მოსამართლეებზე არ იყოს დამოკიდებული ადამიანების განსჯა და შესაბამისად შეკავებული იყოს უფრო მეტად სახელმწიფო რომ ეშინოდეს რომ თუ ზედმეტად დაასისხლიანებს ვინმეს ნაფიცი მსაჯულები მას განსჯიან და დაისჯება და იგივე განუკითხაობა არ იქნება რაც ყველა წინა მთავრობის დროს იყო და ახლა საერთოდ სხვა ხარისხია მოდი გადმოვიდეთ შენ იძახი ახლა თამარა რომ ის ადამიანები ღირსები იყვნენ რაც გაუკეთე არა სად ვთქვი ეგ ხა ეგეთი არა აბა შენი სტადა იხაც იგივეს ვიმეორებო და ანუ სისხლიან იმაზე ანუ აი ხა მე მაყურებელმა შეაფასოს მოდი მე ამას უპასუხოდ დავტოვებ და მაყურებელმა შეაფასოს სად ვთქვი ახლა ეს კაცი რასაც მაბრალებს მე აქ გავაგრძელოთ გადმოვიდეთ პრეზიდენტის ფორმატი ვახსენეთ და პრეზიდენტის ცოტა იმას გავაკეთებ შეჯამებასავით და რამე თუ არასწორად თქვი აგერ არ შეგეშლებათ შესწორება ზოგადად პოზიტიურად ვარ განწყობილი ოპოზიციის რაღაც ფორმებით გაერთიანებების კონტექსტში რა თანამშრომლობის ხო ანუ საერთო ხო ხმამაღალი ნათქვამია კოორდინაცია ესე ქვია და თანამშრომლობა ხო ასე შემდეგ რაღაც პერიოდში მე მქონდა განცდა რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა მართლა სალომე ზურაბიშვილს რომ ჩამოყალიბებულიყო რაღაცა იმ საპროტესტო მოძრაობის სიმძიმის ცენტრად მე მგონია და მე მაქვს განცდა რომ ეს პოტენციალი ცოტა შესუსტდა ეხა იქ შეიძლება ძალიან ფრთხლად გავშალოთ რომ ვიღაცები გავიდნენ ვიღაცებმა თავის სიტყვას უღალატეს და ასე შემდეგ მაგრამ აი ახლა როგორ ხედავთ ვიღაცებმა მათ შორის ლელომ და გახარიამ დაიწყეს თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლაზე საუბარი რაც პრინციპულად მიუღებელია ლელომ და გახარიამ თქო კიდე გავაგრძელებ ახლა ამას რას გულისხმობ თვითმმართველობის არჩევნები არ არის ამ შეთანხმების თემა ჩვენ ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ იქ საერთოდ ვსაუბრობთ თვითმმართველობის არჩევნები 26 ოქტომბერს ახსენა პირველად ის იმ კონტექსტში რომ ახალი არჩევნები ხო და მაგას გეკითხებოდი საბოლოო ჯამში შეგარ მინდა რაღაცის მოსმენა და შენ უგონია რომ მე რაღაცა ჩაჭრას ვთილობ ერთი წამი დამაცადე მე მაინტერესებს მოსმენა შიგნით რა ხდება ამ წუთას თქო შიგნით იმ პრეზიდენტის ფორმატში აქ შორიდან ჩვენ გვაქვს განცდა ვით შენაირად ჩახედული არა ვართ შორიდან გვაქვს განცდა რომ ადრე უფრო მეტი იყო ერთიანობა და ეხა მოიკლო თქო და არ გეჩხუბები მინდა ამაზე მართლა მოვისმინო ხო მოკეთ რაც შეეხება პრეზიდენტის ფორმატს რატო ვარ ამ ფორმატში და რატო არ ვიყავი სხვა არც ერთ ფორმატში იმიტომ რომ ეს ფორმატი განსხვავდება ყველა დანარჩენი ფორმატისგან გამომდინარე იქიდან რომ ეს არ არის არც ერთი პერსონის გარშემო ეს რა ქვია გაერთიანება იმიტომ რომ როგორც წესი ჩვენი პოლიტიკოსები მიდრეკილნი არიან იმისკენ რომ მის გარშემო ხდებოდეს ეს ყველაფერი იქნება ეს დონორი და რასაც ის მიგითითებს ის აკეთო და შენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვერდზე გადადო და მაგალითად შენი თქვათ რაღაცა თანამებრძოლი გვერდზე გაწიო, იმიტომ რომ ვიღაცა ფულის ტომარას აღარ მოუნდა მისი პოლიტიკაში ყოფნა. ან ვიღაცა მე-10 ადგილზე ჩაწერო, მე-5 ადგილზე იმას, იმიტომ რომ ვიღაც ბელადს არ უნდა და ანუ ეს ჩვენ არ შეგვეძლო. ანუ ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ჩვენ მიგვაჩნია რომ ერთიანობა სწორია იმ საკითხების გარშემო, რაც რეალურად გვაერთიანებს. ახლა მე თუ არ მაინც შესაძლებელია ნაცებთან ერთადერთობა. აი მაგ საკითხებში თუ რაც არის ნებისმიერთან ერთად შეიძლება ერთობა თუ იმაზე თან ხვდები რომ რავი დედამიწა რომ გვალია ამასთან ერთად ამაზე ბევრთან მაქვს ხო ერთობა არ არის რთული რომ რავი შეიძლება ჩრდილოეთ კორეელებთანაც მქონდეს ერთობა ამასთან დაკავშირებით ანუ გააჩნია რა შემოიტან ერთობის საკითხად ხო ახალი არჩევნები უნდათ ნაცებსაც მაგრამ ნაცები არ არიან იმ პლატფორმაზე იმიტომ რომ ნაცებს ახალი არჩევნების გარდა ახალი არჩევნები უნდათ მხოლოდ იმ პირობებით თუ ამის შედეგად მე შეიგდებს რატო ვერ ხედავთ აქტივობას რას ქვია 26 მაისი ვერ აი ეს არის აი როგორი აქტივობები ვიცი აი
თვეში ერთხელ რაღაცას რო გააკეთე და ეგეთი და მე მინდა ცეცხლი. და როდის აკეთებ? ანუ სალომე ზურაბიშვილისგან გინდა ცეცხლი? არა, პარტიებისგან რა თქმა უნდა. ხომ არა, პარტიებისგან როგორ უნდა მიიღო ცეცხლი? როდესაც შენ უყურე ძალიან კარგად 26-ში შენ აქტიურად მონაწილეობდი იმ აქციებში და 4 ბარიერ გადალახულ პარტიას უყურე შენ ძალიან კარგად 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე რო ეხვეწებოდა ხალხს გარეთ გამოდიოდა ერთ წუთი მაცალე და 800,000 ფორმალური ხმიდან რაც მიიღო და რაც სესკომ დაუწერა იმისი 1%-ის მობილიზებაც ვერ მოახდინა ქუჩაში და დღეს თქო შენ ოპოზიციური ლიდერები როგორც კი გამოვიდნენ სცენაზე მაგის მერე დაიშალა იმ თავიდან გამოსულები იყვნენ ოპოზიციური ლიდერები არიან იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც არიან სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა საჭირო გახდა პროცესში იმიტომ რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ვერაფერს შენ გაქვს ეხა დღეს ვითარება როდესაც პროტესტი და პროცესი მიყავს არა ოპოზიციას არამედ ხალხს და შენ გჭირდება მაგრამ ხალხი ვერ შეცვლის ხო მთავრობას ეს პოლიტიკური კუდი უნდა დაეხუროს საბოლოო ჯამში რაღაც მოლაპარაკებები ძალაუფლების დათმობაზე უნდა შედგეს ანუ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები ჩვენი მოთხოვნა რაც არის ბიძინა ივანიშვილის კონტროლის გარეშე და ამაზე უნდა მოხდეს დალაპარაკება და ერთადერთი ვისაც შეუძლია ამ თემაზე დალაპარაკება იმიტომ რომ ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტია მანდატი აქვს და დასავლეთიც ასეთად აღიქვამს და შიგნითაც ამისი ლეგიტიმურად ახსნა შეგვიძლია არის სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი რაც მას შეუძლია არის რომ შექმნა სივრცე სადაც აი ეს ნაკლოვანი პარტიები მათ შორის ეს ძველი ჩვენსავით ახალი პარტიები კიდევ უფრო ახალი პარტიები შემოვლენ სამოქალაქო აქტივისტები მათ შორის გაფართოვდება იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ ახლა სამუშაო ჯგუფმა მომწონს ეს პროცესი ხო რამდენიმე სამუშაო ჯგუფი გვაქვს შექმნილი. მათ შორის არის ეროვნული კომუნიკაციის და ეროვნული კომუნიკაციების გუნდმა გააკეთა მაგალითად 26 მაისს რაც სცენაზე ნახეთ ხო? ამის გარდა არის საერთაშორისო კომუნიკაციები და დღეს რო ვაიმარის სამკუთხედთან წერილი წავიდა. ეს არის ბოდიში მოუყვები. ამის გარდა ანუ საქმე მინდა რომ ვილაპარაკო რა რაღაც სისულელეზე ლაპარაკის ნაცვლად. ამის გარდა არის რუნვის ჯგუფი. რაღაცა შეკითხვა მინდა და რატო ხარ ესე კონფრონტაციული? ამის გარდა არა ვარ კონფრონტაციული, ჩემ თემით მოვედი და ვლაპარაკობ ჩემ თემაზე რაც მე რაღაცა ისეთი კითხვები გვაქვს. კითხვები არის. ოკეი, დიერ, მე სტამასლებინე. კითხვები არის სულელებისთვის, ჩვენ შენთვის გვაქვს კითხვები და არ მგონია სულელი. ამას გარდა არის რუნვის ჯგუფი, რომელიც ემსახურება პოლიტიკური პატიმრების, თქვათ, იგივე პროტესტის მონაწილეების ინტერესებს და ფედერალისტებს ეს დიდი ხანი ქონდა, მაგრამ ამ დრომდე სადღაც 300-ზე მეტ ადამიანს მომემსახურეთ, ბოლომდე გაუწიეთ იურიდიული დახმარება. ამის გარდა არის არჩევნების ჯგუფი, ამის გარდა არის არჩევნების ჯგუფი. უცხოურ ექსერას ვიტყვით, ამარა გათავისუფლება, ტყოების გათავისუფლების. შენ აღარ იყურება, შენ უფრო მოსწონ ხარ მეგონი, მე ამომსიო გადამისვა ხაზი. ზედმეტად და მინდა რომ ბალხირავ საქციელოს სპირალში შედის, ხო იცი, მან ხარ და არ გაცეყურებას ეგებს შენი გამოხდა. მინდა და არ გეიაზობთ ხო მართლა. მიდი, რას დასავლეთი მედიოდა ეხითი ყურები. ტყოების მოთხოვნაა თვითონ რომ ახალი არჩევნების გარეშე მათი თვაჭრობა არ მოხდეს და აქედან გამომდინარე კონტექსტში, ახალი არჩევნების конტექსტში ხდება ყველაფერი და დღესაც რაც მივწერეთ მერც მაკრონს და მას აქვია არის ზუსტად ეს რომ ჩვენ გვჭირდება სანქციების პოლიტიკა თანმიმდევრული იქამდე ვიდრე არ მივიდიხებთ ახალ არჩევნებს ჩვენი პირობებით და ეს გულისხმობს ყველაფერზე გეთახმები რასაც ამისით შიდაწნეხი რაღაცა მაკითხა შიდაწნეხი ამის პრობლემა შენც გაქვს და მეც მაქვს კაცო არა უშავ გავიგე უბრალოდ მე მოსული ვარ ადამიანებთან საურთიერთოდ და ჩვენც რაღაცა გვაკითხინე მე რაზე გეკითხებოდი როცა ეს დიდი აქციები იყო ორი უშუალოდ აი სალომე ზურაბიშვილის ფორმატი დავარქვათ ხო აი ეს ორი გაკეთა 26 მაისის და მანამდე რომელი იყო 26 მაისის არის მარტო ამ ფორმატის გაკეთებული დანარჩენი არაფერი არ არის ამ ფორმატის ეს არ არის კითხვა რომელიც იქნება შემიმართ კონფრონტაციული პირდები დაიმე კითხვა დასვი კაცო და ნუ მაფრთხილებ რა იმიტომ გავფრთხილებ რომ პრევენციას ვახდენ რომ არ გამაწყვეტინო მაინც პრევენციას რეალისტური ამოცანები დაისახე პირდაპირ კითხვა დასვი ამის კარგი კითხვა არის ესეთი მე რო ვიდექი და უსმენდი სალომე ზურაბიშვილს საზოგადოებაში ჩემ გარშემო იყო ესეთი განცდა რომ აუ კიდე ეს რაღაცას გველაპარაკება მეტი გვინდა კაც მარიცის ეს მეტი ვის რა უნდა და ვინ რას გულისხმობს ამ მეტში ხო და შენ როგორ უყურებ შენს შეგხვდა ეს განცდა თუ არ მოხვედრია ეს რომ რაღაცა მეტი უნდა სალომე ზურაბიშვილისგან ხალხს მე როგორც წესი ანუ ცოტა სხვანაირად ვხედავ რა ანუ ხალხს შეიძლება და ხალხიც რა არის ხო ანუ ვინ არის ეს ხალხი და სად იზომება ეს ხალხი და როგორ იზომება და მეცნიერულად იზომება თუ უბრალოდ გარშემო ჩემი ბაბლი რაღაცა სიძახის და ასე იზომება ხო? ანუ მე ვარ პოლიტიკოსი, ეს არის ჩემი პროფესია. ვიცი პოლიტიკური სისტემა როგორ მუშაობს, ვიცი ცვლილებების პროცესი როგორ მუშაობს და მაგ ჩემი ხედვა იმაზე, როგორ უნდა მივიდეს ეს პროცესი ცვლილებებამდე, ხო? ხალხს ის უნდა დიდი ღრმა პატივისცემით
ხალხს შეიძლება ძალიან ბევრი რამე უნდოდეს, მაგრამ შენ რაც სწორად მიგაჩნია, ის უნდა გააკეთო. მე მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ ძალიან ახლოს ვართ რეჟიმის ცვლილებასთან, მართლა აი შეხედეთ, კობახიძეზე და მდინარეძეა ჩამოკიდებული მთელი პროცესი, ხა? ამ ორ კაცს რო შეხედავ, მიხვდები, რომ აი ვიწროც აქ არის და სადღაც აქ უნდა გაწყდეს, ხო? ოხანაში ვერ დაგავიწყდეს. ხო, ნუ ეს ხო ქვემოთ არის, მე მაგათი კაცები არიან, ეს გელა გნოლიძე თუ მეორე რა გვარია, გელაძეც ხო, დინარაძის გელაძეც ხო, დინარაძის ტიპი, ანუ ამათზე ხდება რა, იმიტომ რომ დანარჩენში ყველაში ეჭვეპარება, დანარჩენი ყველა მოღალატე გონია, ანუ გახსნის პროცესია შესული რეჟიმი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ნებისყოფა გვეყოს ამ თემასთან და ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი პროტესტი, რომელიც გასაგებია, რომ იმ მასშტაბის არ არის დეკემბერში, როგორც დაიწყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის კერა არსებობდეს, იმიტომ რომ ის გამეორდება ყველა ვარიანტში, გამეორდება აუცილებლად და უნდა დახვდეს ის. ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის წნეხი, რომელიც შეუჩერებლად მიდის და შეიძლება მეტი გინდოდეს, მაგრამ რაც არის ისიც საკმარისია უკვე იმისთვის, რომ ცვლილებებში დაგვეხმაროს და რაც აკლდა ამ პროცესს. იყო ალტერნატივა და აი რა შეიძლება იყოს დღევანდელ დღეს ალტერნატივა. საზოგადოება არის ჭრელი, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს, მაგალითად ჩვენ 2024 წლის არჩევნებს გამოვეთიშეთ 10000 კაცი სახლში დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ყრილობას ჩავატარეთ, ენდორსმენტიც გავაკეთეთ პარტიების, ისეც არ წავიდა, იმიტომ რომ იმას მე ვევასები და სხვა არავინ და უნდა ჩემთვის მოწება ხმის. ნიშნავს, რომ ბიზნესთან ბრძოლას გამოაკლდა, ხო? ამიტომ შენ გჭირდება მრავალპარტიული კოალიციის მუშაობის ჩვენება, სადაც ერთი მხრივ შენ გექნება შესაძლებლობა, რომ ყველა გემოვნების ამომრჩეველმა თავისი შესაძლებლის პარტია ნახოს და გუბკასავით შეისრუტო ყველა გემოვნების ამომრჩეველი, ანუ ამის შესაძლებლობას აძლევდე, მაგრამ მეორე მხრივ შეგეძლოს იმის ჩვენება, რომ რაც ამ ხალხისთვის მნიშვნელოვანია და რაც აერთიანებს, ხო? უამრავი თემა გვყავს, მაგრამ ძალიან დიდი რაღაცები გვაერთიანებს, ხო? მაგალითად გვაერთიანებს ის, რომ დამოუკიდებლობა ჩვენთვის ძვირფასია, ხა? ქოცების ხარისეც არის ხალხი, ვისაც დამოუკიდებლობა ძვირფასია, უბრალოდ სხვანაირად ესმის, ხო ეს? ეს ერთი ის რომ ხა ჩვენი შვილები გვინდა რომ კარგად იყოს, ეგ გვაერთიანებს 100%, ხო? და რავი, ხა ქოცებიც იქ აგზავნიან თავის შვილებს, ხო, ევროპაში. ამიტომ გამაერთიანებელი თემები რაც არის, ეს არის ევროინტეგრაცია და ქარტია პასუხობს, ხო, იმ 9 პუნქტს, რაც უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე დავბრუნდეთ და მეორე დამოუკიდებლობის გადარჩენა, რაც რეჟიმის ცვლილების გარეშე შეუძლებელია, ეს საკითხები გვაერთიანებს და ამ საკითხებზე თანამშრომლობ და განათლების რეფორმა ვერ გამაერთიანებს ახლა მე ვერასოდეს ლელოსთან. კაი, თამარ, როგორ აფასებ მედიის თავისუფლების მდგომარეობას იმ წლებთან შედარებით, როდესაც შენ ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი იყავი და შენი მეუღლე თანამდებობის პირი იყო. ინტერნეტია და ბუნებრივად უფრო თავისუფალია, ცხადია, ინტერნეტი ჯერ მარტო ინტერნეტის პენეტრაცია არის, მე რომ კიბერნეტიკული დანაშაულის იმას მოვაწერე ხელი კონვენციას ევროსაბჭოსთან ადეიშვილთან, ადეიშვილი მომნებოდა, პროსტო შენ რო აღარ დაგინახო კარტთან და აღარ დამიკაკუნო, მაგიტო ვაწერო, თორე ისე პენეტრაცია 7%-იაო. ეს ხდებოდა ომამდე. ომის დროს დაგვარტყა მაგრად ძალიან, იმიტომ რომ ჰაკერული შეტევები იყო, მაგრამ ეხლა რა შედარება, ამიტომ საერთოდ არ დარდება იგივე რომ შეადარო პორტუგალი და ვაშინგტონი. ანუ შენი კითხვა იყო ესეთი ზოგადი მაშინ უფრო თავისუფალი იყო კლასიკური მედია ვთქვათ, მოდერნიზაციის. არა, ეხლა გაცილებით, ანუ ეხლა ხო თან რა სწორია, მაშინ ეხლა ინტერნეტ მედია რა მდგომარეობაში არის. ანუ ვეღარ გადარჩება რუსული კანონების და ამ ყველაფრის გამო, რუსული ყაიდის კანონების, ანუ გრანტებს ვეღარ იღებენ, ეხლა გაცილებით დამძიმებულია ვითარება, იმიტომ რომ ინტერნეტსაც მიყვება, ხო, ისე გვარამია მოგვიყვა რაღაც დეტალები იმედში შევარნაძე რომ აი მე წინააღმდეგი ვიყავი და შენ მაგ დროს არ მახსოვს მართლა ევროპის საბჭოში ვიყავი და მონიტორინგის მისია იყო და თუ კი რამე კრიტიკული დაწერილა იმ დროს შენ შეუგნებოდი რომ არ ქნათ თუ წინას არ იცოდი რომ არ დაბაპირებდნენ ისე გეტყვი მე ერთადერთი რისი ჩემეში ანძა გავთიშებო და არ ვიცოდი თუ ყველაფერი გაითიშებოდა არაფერი ყველაფერს ტყუილსხება არაფერი იყო ჩამოსული ევროპის საბჭოს ევროპის საბჭო ანძა არ გაუთიშიათ ანძა არ გაუთიშიათ საქმეც მაგაშია ევროპის საბჭოს მისია იყო ჩამოსული მატიას იორში იყო ეს ცნობილი პიროვნება ევროსაბჭოში ვიჯექი ეს ამბავი რომ მოხდა ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით ღამე იქ გამოვიარეთ და გათავისუფლებული იყო ყველაფერი არა წულკიანია სასამართლოში იყო წულკიანი ამ მისიასთან კავშირში არ იყო ხო და ეს მისია იყო ჩამოსული თუ კი სასამართლოში თამარა 2 წელი მუშაობდი სასამართლოში 2000-დან ანუ მე წულკიანამდე ჩავედი მე პირველი ევროპის საბჭოს პირველი ქართველი თანამშრომელი ვარ ანუ საქართველოს პირველი მოქალაქე ვარ ვინც აიყვანეს საერთოდ ევროპის საბჭოში თანამშრომლად და სასამართლოში ეჭვი არ გვეპარება აჰა ძალიან ეს რა ქვია და ეგ არის 2 წელი ვიყავი იქ და მე გადავედი სამართლებრივ საქმეთა დირექტორატში უკვე ევროსაბჭოში და 2005 წელს გამომიშვეს პირველი მივლინებით და მაშინ კახაბენ თუქიძესთან გავაკეთეთ ანტიკორუფციული სტრატეგია და მაშინ დიდი ანტიკორუფციული რეფორმები მიდიოდა და სამოქმედო გეგმა და მაშინ ვიყავი ხანმოკლე მივლინები და მე დავბრუნდი გრძელი მივლინებით და რაც იყო დარჩენილი ვალდებულებები ევროსაბჭოში გაწევრიანების წინ რაც აიღო საქართველოს მათი შესრულება მევალებოდა
იქნება ეს პარტიების დაფინანსების კანონმდებლობა ეხა რომ გახარი არაფულსაც იღებს ეგ ჩემი დაწერილი კანონია. ხო. სხვათა შორის ეს თვითარება იყო, ანუ მაგ დღეს იყო ის რომ ანძა არ გიგას დაურეკე და ანძას ხო არ თიშავთ მეთქი, იმიტომ რომ ეს იყო და არა ანძას არ თიშავო და დავკიდე ტელეფონი და ტელევიზორში შევხედე და შელაგდა მთლიანად, ანუ შელაგდა სპეცრაზმი იმედში, ანუ არა ანძა არ ითიშებაო, ანძა მართლაც არ გათიშულა, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. ზოგადად ისე უნებოდი რომ არ შევარდეთ რასაკეთებთ რაღაცა. არ ვიცოდი, მე საერთოდ არ მაბარებს ვინმე. აუ რაღაც ისეთ კაი შიდა დეტალებს ყვები ხომ, ეხლა რაზე მინდა კითხო. ერთი ვიდეო შემხვდა შენი, შევა მთლიანად ვერ ვნახე და ამონაჭრელი იყო, მგონი თქვენ თვითონ გედოთ, ესეთი საინტერესო ის ფრაზა მომეწონა სხვათა შორის, რაღაცა მე მგონია რომ ბევრისთვის мотиваციის მცემ იქნებოდა რომ მე იქიდან ხარისაც ყოფილ ვარო და ნუ გგონიათ რომ ეს არაწუხებთ და მე ვიცი რაც ხდება ამ დროს შიგნითო და აი რაღაცა რისი მოყოლად შეიძლება ეგ რომ მოგვიყვეთ აი შიგნით რო იყავ ესეთი კრიზისები როცა ქონდა ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ალბათ მაგას გულისხმობდი ხო აი მაინც რა ხდებოდა ეგ ეს დეტალებს მაინტერესებს ხომ რომ საღამოს ერთად იკრიბებოდნენ და გაარჩევდნენ რამეს თუ აი რა რისი მოყოლად შეიძლება რომ მოგვიყვეთ რისი მოყოლად შეიძლება ომამდე უფრო ხშირი იყო ხოლმე შეკრებები მიშასთან ყოველ შემთხვევაში ნუ გიგა გაცილებით აი კრიზისების დროს შეიცვალა ომის მერე ომის მერე შეიცვალა ომის მერე დეპრესია იყო და ომის მერე რთული ვითარებები გამოვიარეთ იმიტომ რომ ამ ყველაფრის გადაფასება და მერე მით უმეტეს ობამა მოვიდა და ობამამ გადატვირთვა დაიწყო რუსეთთან ბუში აღარ იყო ამ აქედან გამომდინარე რთული პერიოდი გამოვიარეთ და ამას გარდა არასწორი დასკვნები გამოიტანეს ანუ პირველი ვადიდან აბსოლუტურად ნუ მაშინ რაღაცა ჩათები არ იყო ხო ალბათ ის Facebook არა კაცო ჩაოლებრივად ორი ციხის კრიზისის დროს მახსოვს მიშას მესიჯებს უგზავნიდი რა იმიტომ რომ კალმახელიძე გადადგა და კალმახელიძე იყო ციხის მინისტრი და შსს შეიყვანა იმაში რა ქვია ციხეში პატრული და პატრულის მინისტრი იყო ახალაია და მეთქი ანუ და გრძელს წერდი რა რომ მეთქი კალმახელიძის გადადგომას რა აზრი აქვს და მაშინ მახსოვს რომ დამიძახა ერთმა ჩემმა მეგობარმა და მკითხულობდნენ მესიჯებს რა მიშას რას წერდა და თან ღია ტელეფონით წერდი აბა რა არის და დამებარა რა რომ კითხულობდნო მაგასო რასაც მიშას წერს და მე მივხვდი რომ წაკითხული ქონდათ იმიტომ რომ უკვე მე რომ ავცელებდნენ რომ ჩერგოლიშვილი როგორი მოღალატეა ხო თვითონ ნაცები წაკითხული ქონდათ არ ვიცი ვინც კითხულობდა მაგრამ ახალაებმა იცოდნენ რომ მე მიშას ვთხოვდი ბაჩო ახალაიას გადადგომას და გრძელ მესიჯი არ ვიცი ვისგან და როგორ მაგრამ მე მაგალითად მიშას ადამიანმოკიდებულება ქონდა კითხულობენ მაგ მესიჯებს მაგრამ შენ მიმართ ადამიანმოკიდებულება ქონდა ისე მიშას დისტანცირება უნდა და არა ძალიან მეგობრული ურთიერთობა ქონდა მე და მიშას 90-იანი წლებიდან მოყოლებული იმიტომ რომ მე ვიყავი იმ ამერიკული ორგანიზაციის მენეჯერი რომელიც მას ეხმარებოდა იმ ფინანსებდა მათ შორის იმ ღონისძიებებს როდის იგზენი რომ ეს ცოტა უკვე იცი რა არის ეხა ცოტა ეს ანუ მისი გენიალურობაც და მისი თქვათ ნაკლიც ხო ის იყო რომ არაორდინალური იყო ხო ყოველთვის ინფანტილური იყო და ეხა ყოველთვის აი არას მიღება პასუხად ყოველთვის უჭირდა ექსცენტრული ქცევა ყოველთვის ახასიათებდა მაგრამ სწორი ღირებულებების სამსახურში იყო და თან დასავლეთის დარლინგი იყო რა ძალიან უყვარდა ძალიან ეხა მაშინ ვიტალი ხაზარაძე ხო არ გვეყარებოდა აუ ის ვერ მოგაყოლებო კარგად დეტალები რომ ვიკრიბებოდით რაღაცა სასტავი ვიკრიბებოდა ხოლმე ესე ვთქვა ბჭყალებში და მე არ ვიცი ეს მე არ ვიყავი იმ სასტავში სადაც ესენი ეგრე ჩემი დამოუკიდებელი რომ ნერვიულობდნენ თუ ისინიც რომ ამ დროს იმაში იყვნენ წნეხ ეს რაზე და მე ვიცი რომ მე მქონდა ხოლმე დამამშვიდებელის ეფექტი. მე რამდენადაც ესე არ უნდა ვწმუყავდი ერთ ადგილას და ჰიპერაქტიული არ უნდა ვიყო კრიზისების დროს მაქვს საოცრად დამამშვიდებელი ენერგია. თუ ეგ მესმაქ რაღაცა ფორს მაჟორში თავს გრძნობისე ტანკებით და მიდიმარდა თქვენ ახლა უნდა იყოთ კარგად. გირგლიანის ოჯახის განადგურებაზე მაინტერესებს არის. ძალიან თული ანუ ძალიან ის მქონდა რა ქვია კრიტიკული ის მქონდა დამოკიდებულება მქონდა. უბრალოდ მე როგორც ამ თემას იყენებდნენ იმისთვის რომ ეროვნული ინტერესები დაეზიანებინათ ამას არც სანდრო არ იმსახურებდა და არავინ საერთოდ ხო მაგაში და გოგახაი დაავალ დღეს როცა აქებს რუსეთზე ჩიჩალაძე ცოტა სასაცილოა ხო თორე ცხადია რომ საშინელება მოხდა და ცხადია იმ განუკითხავ და ცხადია ნორმალური სასამართლო რო ქონოდა და ცხადია 96%-ით მოსული ხელისუფლება რო არ ყოფილიყო მაგ პერიოდში რომელსაც საქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალმნად ესეთი რამე ვერ მოხდებოდა ანუ ესეთი რაღაცა ყველგან შეიძლება მოხდეს მაგრამ რეაგირება იქნებოდა ადეკვატური და ეგეთი რაღაცა ვერ მოხდებოდა რა მახსოვს თან ეს ყველაფერი მე არ ცხოვრობდი საქართველოში ეგ ამბავი რომ მოხდა სტრასბურგში ვიყავი ჯერ კიდე ანუ არ ვიყავი ჯერ საქართველოში გადმოსული ეგ ამბავი მაშინ მოხდა მაგრამ ნუ ძალიან ძიმე ამბავი მithumet ეს ახლა ვიცნობდი ძალიან კარგად სანდროს და აი მედიის თავისუფლებას და პოლიტიკური გავლენების გადაკვეთაზე რა გაკვეთილები ისწავლე მაინტერესებს სისტემა გჭირდება შენ გჭირდება ეს სისტემა დასაშლელია და ასაწყობია თავიდან ანუ შენ თუ არ გაქვს სასამართლო სადაც ის ბიზნესი რომელმაც რეკლამა უნდა მიიტანოს ოპოზიციურ არხზე მათ შორის კრიტიკულ არხზე თავის სიმართლეს იპოვის შანსია მე ხო ყოფილი
ვიყავარ ტელევიზიაზე, ხო ვიცი, ჩუმად მაძლევდნენ ფულს. არ მინდა რეკლამა უმეუნებოდნენ და ჩუმად ფული ჩუმად აიღერო გადარჩე, იმიტომ რომ ჩემი იდეებიც მოწონთ ხა მithumetes ხა ბიზნესისთვის კარგი იდეები მაქვს, ხო? ანუ მე მარჯვენა ვარ, თავისუფალი ბაზარი, ნაკლები რეგულაცია ისეს და მევასები, ხო, იმათ და ჩუმად წაიღე ფული, ოღონდ რეკლამას არ ვიყავ. კეზე რა გაფინანსებდათ, ხო, თქვენ 2016. აი, გეტყვი როგორ იყო, რაღაცა პერიოდი იყო ნაციონალური მოძრაობის დროსაც, როდესაც ჟურნალ ტაბულას მოვიხსენი, ეხა ამაზეც რაღაცას კეზერას ბიჭიაო, ხაი. ნაციონალური მოძრაობის დროსაც, ანუ როდესაც ტაბულა გაკეთდა, ეგეც აფინანსებდა და მაგის მერე, როდესაც წავაგეთ, შეწყდა ეგ ყველაფერი და ბენდუქიძე რო გარდაიცვალა, ის წელიწად ნახევარი ვიყავი კაზერაზე დამოკიდებული, აღარასოდეს დავიგინები, რომ აღარასოდეს ერთ ადამიანზე, არც ერთ ორგანიზაციას დამოკიდებულს არ გავხდი. ხაბეშმა რა გითხრა იცი მაგაზე? მაგაზე ვიკითხე 2016 წელს რომ ლანძღავდი კეზერაშვილს, ეხლა რომ მე რატო შეგიყვარდა და მე ისე რა მოხდა, არ უნდა დათქმა და ბოლოს თქვა რომ ჩერგოს რო აფინანსებდაო, მერვები მომეშალა ვერ ვიტან ჩერგოსო, აი ეს პირდაპირ დაიდება, ეხლა ესე გითხრა. ხო არ უტრირებ, ხო? არა, ზუსტად ეგრე. არა, ანუ შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ როგორც არ უნდა მომიშალოთ ნერვები, არაფერს არასოდეს არ დაგაბრალებთ, მithumetes, რავი, მე ხარ კორუფციონერობას და ყაჩაღობას და მიგაჩნია სწორედ საჯარო მოხელე გამილიონერებული და მისი პოლიტიკური სისტემური პრობლემაა. ყოველთვის ესე მოხდება, შენ თუ სასამართლო არ გაქვს და კონტროლის მექანიზმები არ კონტროლის მექანიზმები არ გაქვს. ანუ სისტემურ პრობლემად ვხედავ ამ ყველაფერს და არა იმათ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა აიღო, ხო? ყველა ვარიანტში მოყვება აი ამ სისტემური სიმახინჯის იმაში, რა ქვია, მარწუხებში იყო ვიღაცა მეტად, ვიღაცა ნაკლებად, შენ თუ არა გაქვს სწორი სისტემა. ამიტომ ვერჩი ყველას, მათ შორის ამიტომ ვერჩი ოპოზიციასაც, რომ ამ სისტემაზე ლაპარაკის შესაძლებლობას არ მაძლევენ და არ გვაქვს შეთანხმების, იმიტომ რომ ეს გვჭირდება, თორე ვინც მოვა, შემდეგიც ესე გადაგჯეკავს, ვინმეს გონია, რომ კეზერაშვილი და სააკაშვილს რო უნდათ მოსვლა, ისინი თავისუფალი სასამართლოს დამოკიდებული ხო და სანამ ადამიანებზე არის დამოკიდებული ეს სისტემა უნდა დავაფუძნოთ რომ მე აღარ იყოს ადამიანებზე დამოკიდებული და ამისი გაგებინება მინდა და რა დროს შინაარსია და არ მოხდება ცვლილება თუ არ დაარწმუნე ის ხალხი რომ ისეთი სისტემა გექნება რომელიც მათაც დაიცავს შენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსაც დაიცავს მედიის კუთხით ერთ კითხვასაც დაგისვევ მე აღარ ვჩხუბობთ ეს ერჯობია ჯობია რა წინასწარი განწყობა აკეთებს ამ ყველაფერს არა მე ესე ვთქვათ კრიტიკული კითხვები მექნება, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნაცვლად გავიგოთ დამოკიდებულებები და კიდევ უფრო ხმად ვიცოდეთ. კიდევ მე თქვენ მოგცემთ კარგ რჩევას. უსახსიათო შემადარა, გავატარე და გულში ჩავიდე. ეხა მოეშვით და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება. აი ეს არის შენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დღეს და სად ხედავ შენ როლს ამ მე აღარ ვარ ჟურნალისტი, მე ვარ პოლიტიკოსი და როგორც პოლიტიკოსი ჩემ როლს ხედავ პირველ რიგში თავისუფალი სასამართლოს შექმნაში, იმიტომ რომ ამათ მივიდეთ თავისუფლად სარეკლამო შემოსავალი დამოკიდებულები იყვნენ მაყურებელზე და არა ვიღაც ოლიგარხებზე, რომლებიც სხვა პოლიტიკურ ფულს ასხავენ და პოლიტიკურ გავლენას ყიდულობენ და მედიას იყენებენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ტელემედია ხო, ონლაინ მედიები გვაქვს კარგი და ძალიან კარგი პროექტი მქონდა ონლაინ მედიებისთვის, სანამ პოლიტიკაში გავინაცვლებდი, რომ ჰაბი გაკეთეს, იმიტომ რომ ონლაინ მედიები არის პროფესიონალური, ანუ იგივე ის პუბლიკა, იგივე ის ნეტგაზეთი. თავარი არის, მე შეიძლება მათ სარედაქციო პოლიტიკა არ მომწონს, ახლა მემარცხენეები არიან ორივე. ნეტგაზეთი და ბათუმელები რუსეთმა 2022 წელს აკრძალა და ვინ? ნეტგაზეთი და ბათუმელები რუსეთმა რუსული გამოცემები აკრძალა. იცი მე მაგათანა თემაზე ვარ და ანტიქრისტეთ ვარ, შენარცხული სულ არ ვარ, ვაქცევეს ყურადღებას. ხო, დავალება რუსეთიდან და მზია ამაღლობელის დაპატიმრება ამას გულისხმობს. არა, ესე შორს არ წავიდოდი რა ხალხო, ეს თვითონ რეჟიმი არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი, არანაირი დავალებები არ ჭირდება. ავტომატურად მოქმედებს როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი. ეხა 26 მაისს რა ფილმიც ვაჩვენეთ. აი, აქაც შეგიძლიათ რამდენიმე ის ჩართოთ, უბრალოდ გაგიჟდებით, ანუ მარტო თანამედროვე რუსების ეს კი არა. ბოლშევიკებისას, ანუ რასაც 21 წელს ბოლშევიკები ლაპარაკობდნენ, იდენტურებს ლაპარაკობენ ახლა. ანუ იგივე ონში უგუნურად ჩაიხოცნენ კალაძე იგივე, აი დამეორახა რომ ამოიღო განაჩენიდან ეს რაც იწერებოდა, აი ნამდვილი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. იგივეს იმეორებდნენ 26 მაისს შეიძლება შოკში ჩავარდება. რამზი ამაღლობელის დავალება თვითონ არიან ხალხო რუსები, ანუ თვითონ არიან. შეიძლება რა თქმა უნდა. გიგას უთხარი ეს სხვათა შორის, რომ ესე რომ მკითხოს კაცმა თქო, რომ აი რაში არ ეთანხმები ან გიგასთან თამარას თქო, არა თუ ვერ ვიპოვით თქო. პირიქით რა, უშუალოდ რაციონალურად, თემატურად, რა თემებსაც აწვევიან ბჭყალებში, რა თემებსაც უნდათ აიგებს სასამართლო ახსენენ და ასე შემდეგ, არა თუ არ ვეთანხმები პირიქით თქო რა, მაგრამ
ერთი პრობლემა რაც არის თამარასთან დაკავშირებით განსაკუთრებით არ მიგხსენებ ეს მე თვითონ კი გამთქვა რომ არ არის პრობლემა თქვიო რაც შენს გეცოდინება არის შენი ლექსიკა და დამოკიდებულება ადამიანის მიმართ რომელიც ახსნილი გაქვს შენ რომ ესეთი ვარო თვლი რომ ეს ნაკლია მაგრამ არ ვთვლი რომ უნდა ვიყო უნაკლო ადამიანი ხო სწორედ გიჩის კრიტიკული აზრის მიღება ერთი წამი შენ უმაწყვეტინე ვიცოდე შენ გეცნობები ყველაფრის წინააღმდეგ მივდივარ მეინსტრიმი რაც არის და კრიტიკული აზრის მიღება თუ მიჭირს გიჟი ვარ მეინსტრიმის წინააღმდეგ ვიარო მაგას არ ვეკითხებოდი კაცო მეც რა მაინტერესებს ჩემი პრობლემური მახასიათებელი შეიძლება იყოს რავი არ მაქვს თმა არა პირობად იმასაც ზოგი ინერგავს მაგრამ ეხლა რო არ უნდა გვაგინო ესეთი მაგაის იყო რა ესეთი кейსი შენს გეკითხება მე ხო შენ იმას რო აგინე კაცო იმას ხარდამჭერს ბიჭი გაგდარეული წერდა გეკნება ახალ მახსოვს მართლა საქმე აი მე ვიცი ეგაფერისტები კაცო ანუ ძირითადად ხან ხო ეგრე მოდიან ხალხო ძალიან გავს პოლიტიკური ცხოვრება და აი ჩვეულებრივი მორალური მას კვარცხბეკს რატო აძლევ რომ აი თამარა გვაგინე არ შეაგინო აი ასე ხდება და იმიტომ რომ გეტყვი რატომაც რა იმიტომ რომ ჯერ ეგერთიც ამ ლექსიკით გაცილებით უფრო ანუ მაშუქებენ ჯერ ეგერთ მე ხო დაბლოკილი ვარ ყველგან აი ეგ იაგოს მეთოდია მე მგონი არა მეთოდი არ არის გარღვევის მეთოდია ჯერ ეგერთი და მეორე პრინციპის საკითხია რომ ანუ მე მაქვს უფლება რომ მე შენ არ მომწონდე და არ განგიხილავდეს ჩემს ამომრჩევლად. ამის უფლება მაქვს, მე მაქვს სეგმენტაციის უფლება. ბაბლი არ მაინტერესებს როგორც ამომრჩეველი, პოლიტიზებული ბაბლი, რომელიც მე მიყურებს რომ უი რადგან ზურა ჯაფარიძესთან და ლელოსთან ვერ ლაგდება, ესე იგი ამას არაფერი გამოვავა. საერთოდ სხვაგან ვიყურები. ხო, შეიძლება მას დაგაკარგვინოს ადამიანები ამ დამოკიდებულება. ის ხალხი ხო ოპოზიციური ამომრჩეველია. წავიდეს სხვა ოპოზიციას მიცეს ბიზნესთან ხო არ კარგავ. თუ მოშენთან აბა კოცები შეიძლება მოვიდე? კოცები მინდა მე და რასაკურველია კოცები მოდიან. აბა სერიოზული პრობლემაა. საერთოდ ოპოზიციურ სპექტრში მე მგონი რომ კოცი ამომრჩევლის წამომყვანი ვინ არის გახარია ისე ვარემი გითხრა არა. მომყავს მეთქი ხალხო. არა მე სვარო. მომყავს მეთქი თბილისში მე გახარიაზე მეტი მომყავს. აუ მაგაზე გითხავ დღეს არის ნიუსი იმედმას დადო ნახავდი 20% გვაქვს აგახსენე. ეს გადავით რომ დააგაი ამ გიჟდები იმედი რომ საქმეს მიკეთებს ეგეთ საქმეს. ვიღაცა რომ ანუ რაღაც სხვა თემაზე რომ ლაპარაკობდა რამდენი რეიტინგი გაქვს ანუ მიზანი აქვს სხვა არის ახლა გეჩხუბება. არა გადავით დავწერო ვიღაც რომ მოგადგება და ჩამჭრელად რო გეკითხება ხო იცი რომ აბა ახლა შენ რამდენი პროცენტი გაქვს რეიტინგების ზომავდა. უბრალოდ უპასუხე ოღონდ იქვე გაუგრძელე სერიოზულად თუ გაინტერესებთ ახლა რავი ჩემი რეიტინგი. მე მეგზნო რომ გადაობა იყო იმიტომ არ მივარდი ესე. ჩემი რეიტინგი იზომება მეთქი იმით რომ რავი ახლა 1000 რო დავიძახე და ის რა ქვია აქციის ფულით ხარდამჭერებმა შეგვიგროვეს ანუ შემიძლია 1500-მდე შემომწირველი გვყავს რომელიც მზად არის ფული გადაიხადოს იმაში რომ ჩვენ ვიარსებოთ და რო დავიძახებ რომ აგერ 15000 ლარი მჭირდება ან 20000 ლარი მჭირდება 3 დღეში მიგროვდება და ამ თავისუფლებას მაძლევს ხარდამჭერი და ახლა როგორ არ უნდა ხდებოდა რომ ვიზდები და წინ მივდივარ და რეიტინგი მექნება და ყველა ვარიანტში მივახწევ იმას რაც მინდა ამაში დარწმუნებული ვარ რა არის ის ყველაზე არასწორი წარმოდგენა, რაც შენზე ადამიანებს აქვს შენი წარსულიდან გამომდინარე. აუ, არ ვიცი, სიმართლე გითხრა, დიდად კი არ ფიქრობ, ჩემზე რევს ლაპარაკობენ, მართლა მკიდია. მთავარია რომ ხელი არ შემეშალოს არაფერში და ესე არ გამიანალიზებია. ხო, დაჯახებიათ ხო რა, ეს არასწორი წარმოდგენა შენზე რაც ყოფილა. ანუ ძალიან ბევრი არასწორი წარმოდგენა არის ჩემს შესახებ, მაგრამ მაინც მოხერხებ რომ ანუ არა მაქვს პრობლემა რომ მე აი როგორ მიცნობენ ან როგორ აღმიხვავენ. ანუ ერთადერთი ვინც აი ყირაობს და ყანყალებს არის ბაბლი და მკიდია ეს ბაბლი რა, იმიტომ რომ ძალიან არასწორად ხედავენ პროცესს და ეს ყველაფერი ნანახი მაქვს, ანუ Facebook-ის newsfeed-ს ხო უყურებ ხოლმე და მე კამპანია მაქვს ჩატარებული, რავი 1000-ობით ოჯახში ვარ შესული და ეხლა ნანახი მაქვს საერთოდ რომ სხვადასხვა რამეა, იმას საერთოდ სხვა რამე უნდა და ამიტომ მკიდია ესენი აქ ასხმაურობა. გიგას იმაზე მინდა ვკითხო არ დაბარებაზე რომ დრამა იყო თავიდანვე ვიტყვი რომ აბსოლუტური სიგიჟეა ეგვის თავშიც მოიხარშა რომ ვაიმე გიგა თუნდაც ხუმრობით თუ გადაკვრით თქმა რომ აი არ დაიბარეს და ამიტომ კოცების რაღაც ნამიოკე ეს გეთახმები რომ სიგიჟეა პლატფორმაზე და აფხაზეთის თემაზე ეხლა მართლა მინდა მაგაზე კითხო რა მე როგორ რა კონტექსტში ხედავ და წეგან შენს რაღაცები ისაუბრე ამ მიზანი რა არის ამ წულუკიანის პირადი კომისიის პრინციპში რაღაც ვარიანტში გიგა ხო თავის ბაბში გაშავებული ყავთ კოცებს ერთ-ერთი საფრთხობელა ხო გიგაც იყო ეგ რეაქციას ხო და თუმცა მათ ბელაც ძალიან კარგი შეხედულებები მარტა რო დაებარებინათ რატო ანუ მართლა მე მართლა არ ვარ იმის სიგიჟეა ის რომ მაგიტო არ დაიბარეს რომ კოცების კაცია გიგას შენას გიგასგან ვერ შექმნიდან უფრო მეტიც ვერც ივაჭრებს გიგათ იმიტომ რომ არ მიცემს ამის შესაძლებლობას და რო არ მივიდოდა ხო დაიჭერდნენ გიგასაც თუ გირაოს გადაიხდიდა და არა არც გირაოს არ გადაიხდიდა და უფრო მეტიც არც სასამართლოზე მივიდოდა პირდაპირ ციხეში
მივიდა და იცის ბიძინამ გიგა და იცის რომ ამის შესაძლებლობა არა ბიძინა რო იყო საერთოდ და ეკნა ჟურამას და მელიამაც მერე და უბრალოდ შენ იმას არ ქონდა პრობლემა შენ გაფეთი შენაზე ქონდა და მე კიდე იქამდე მოთხოვნაზე რო კაცო ლანძღავდნენ ანუ ვაშაძის გინებას გიგა არ მიდისო მართლა ეხლა კიდე ფუნქციონირებს ეგ კომისია კი ეხლა რო დაიბარო ბარო გიგას ჩავსვათ სხვა რამეს ვიძახი ბიძინას ერთი რაც საჯაროდ აქ გიგას მოყოლილი ეგ და ამიტომ მეც შემიძლია თავისუფლად მოყვე აი იმ ხანმოკლე შეხვედრის მერე როცა მეც არ ვიცოდი რომ ეგ იყო რა იქავი შენი დღეს ერთად იქავი წინდებოდით ანუ აი ეგ დღე იყო როცა ჩავედით და იქ რაღაცა გრიგოლეთში გიგას ოჯახს მიწააკ და უნდოდათ რომ იქ წავსულიყავი და მე ორადგილიანი მანქანა მქონდა სპორტული და იმაში ყველანი ვერ ჩავედით და ვითხოვეთ იქ ვარშალომიძისგან თუ რაღაცა ესე რომ და აგვიდუღა წყალი მანქანამ გზაში და გავჩერდით ციცინათელა რო არის პარკი და რაღაც ორმა მანქანამ ჩაიარა წავიდა და მე უკან მოbrunდნენ ეს მანქანები შუშა ჩაიწევ თეთრ ტილოს პიჯაკში გამხნარი ტიპი იჯდა ვერც ვიცანის არ ვიცოდი ვინ ახლა არ ცხოვრობ საქართველოში მივდი მომდივარ რა ზაფხულში ვიყავ უბრალოდ ჩამოსულია გითხრა რომ მანქანას დაგიტოვებთო და კი ბატონო რავი ახლა რა ბოკერია იცნო ვიღაცა მეც და არც მიმიღია რომ ეხლა უნდა გამოვიცნო ვინ დამიტოვა მანქანა თუ რაღაც შავჯეთ მანქანაში საიდან წავედით რა გიგას მამაც იჯდა და ტელეფონზე ლევანს დაურეკა ვარშავომიძეს რომ პროფილაქტიკაში დავტოვეო გასაღებიო გაფუჭებული მანქანისო და თქვენო ხომ შვიდად ხართ კიო თავდაცვის სამინისტროს მანქანებმა გვიშველესო რა და არა ვართო თავდაცვის სამინისტროს მანქანებიო ბიძინა ივანიშვილი იყო ისო და ჩვენო ბიძინა ივანიშვილის დაცვა ვართო და მაშინ მივხვდი რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილი მე მქონდა კიდე ძალიან სასაცილო ისტორია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მოყვები რა ამას გაერთობა ხალხი კატო ყავდა სკოლაში რა ისეთი არ მოყვ გვარამია რომ მოყვა გაუფრთხილებლად და მე რო დაათრევდე არა წელიწად ნახევარი არა ძალიან სასაცილო ისტორია არის წელიწად ნახევარი კატო მიარა ქართულ სკოლაში რა ჩემმა შვილმა რომელიც თან წავედი წავიყვანეთ იქაურ სკოლაში იყო და ერთ წელიწად ნახევარი აქ ჩამოვიყვანე და მე მივხვდი რომ ისე უკან ჩემი პირველი შვილი და დადიოდა სკოლაში და იქიდან მოდის და ვიღაცაზე მეუნება ვიღაც მეგობარი ყავდა კესო რომელიც ძალიან უყვარდა ესა და ამ კესოს ხშირად ახსენებდა და მეუნებოდა რომ კესოს სოფელში ყავს ზებრები კესოს ყავს სოფელში რაღაც ცხოველებს ასახელებდა რა რაღაც პინგვინები რაღაცებს და ვაიმე მე ვთხარი კესო რა საყვარელი ბავშვია მეუნები რა კარგი ფანტაზია აქვს ეთყობა ძროხები გონია ზებრები რაღაცებს ვიძახი რა და ის კატო ხდება რომ არ მჯერა რა რაღაცას სურათები მანახა დედა რატო არ გჯერა რაღაცებს მეუნებოდა ხო ისე ბავშვი რო გაუტარებ ეს და ერთი ინგლისელი ავტორი ფანტაზია მეგონა იმ ბავშვის სოფელში რაღაცა ის არის და ეს რა ქვია ერთი მეგობარი მყავს ვენდი სტივენსონი ბრიტანელი ავტორია ძალიან კარგი წიგნი აქვს საქართველოს დაწერილი ის ჩამოვიდა და ბიჭო ინტერვიუ მინდაო რა 2009 წელია თუ 2008 წელია სადღაც ეს ომამდე 2008 წელია და ინტერვიუ მინდაო აი იმ კაცთანო იქო რაღაცა მილიარდერი რო არისო და რაღაცა და შედის და უცებ იწყებს ზოოპარკის აღწერას ზოოპარკი აქო დასავლეთში იქო ზებრებიო რაღაცებიო და ხო იცი წერტილს რო იმაშვები რა აერთებ რო უცებ გახსენდება კატოს ლაპარაკი პინგვინი რაღაცა და ვაი მე მგონი კესო და კატოს ურეკა უკვე სტრასბურგშია წასული და კესო რა გვარი იყო მეთქი ივანიშვილიო და თურმე ბიძინას ძმისშვილია და სიმართლეს ყვება კატო მე მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს რომ თუ ისმის ისეთი კითხვები რომლებიც გაინტერესებთ აუცილებლად გამოგვიწერეთ გამოვყევით YouTube-ზე Instagram-ზე TikTok-ზე და Facebook-ზე რა თქმა უნდა მოდი შეგოსაც ვთქმევინოთ რომ კარგი ბიჭები არიან და გამოიწერეთ თუ არის კარგი ბიჭები არიან გამოიწერეთ და ზოგადად ყველა პოდკასტს მივესალმები ბევრი ხარისხობაც იქნება და ხარისხიანიც მაგრამ თავი იმიტომ რომ მგონია რომ ესაც იმეორებს პროტესტის დინამიკას რომ ესეც არის მაშინ როდესაც ეს ტელევიზიები ესეთი ზემოდან ქვემოთ მართულია და დონორის ფულის უცებ ამოხეთქა ამ პოდკასტებმა და მე ძალიან მიხარია და ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ როგორებიც არ უნდა იყოთ და როგორც არ უნდა გამაღიზიანოთ ჩემ შესახებ არ არის ეს რა პროცესის შესახებ არის მე მაინტერესებს იმას დავასრულებ რა ბიზნეს და მაგ ძალიან კარგი რამე უთხრა იქ გიგას რა რომელიც რომ წავაგეთ რა და მოკლედ გიგამ ხო იცი ერთი მხრივ ხა ძალიან გვეწყინა რა საკვირველია რომ წავაგეთ მაგრამ მეორე მხრივ ხა რესპუბლიკის დაფუძნებაზე რო ოცნებობდა ეს რო არის შენი სურვილები ბოკერია როცა ხარ პირველი ცვლილება ძალაუფლების და რაღაცა ამაღელვებელია მაინც ხო არჩევნების გზით ისტორიული მომენტია და მოდი ხა ეს გავაკეთოთ კლასნად რა და მიშასთან მივიდა უთხრა რომ მოდი გადაბარება გავაკეთოთ წესერად და საფრთხებთან დაკავშირებით ბიზნესს დაველაპარაკები უშუალოდ საბჭოს მდივანი იყო და შენთან შეთანხმებით ამას გავაკეთებ და
შეხვდა ეს მოგიყოლია სადმე? კი, გიგას აქ მოყოლილი ფრანგულ პრესას. შეხვდა ბიძინას და მე არ ვიყავი თბილისში, სტრასბურგში ვიყავი კატოსთან მაშინ მახსოვს და იშვიათად მირეკავს ხომ ეს ანგარიში იშვიათად მაბარებს რა ხდებოდა შოკირებულმა დამირეკა რომ მაგარად we're in a deep shit. ეს მახსოვს მითხრა რომ ძალიან რატო და შეგრა იმის დამოკიდებულება იყო? შევიდა ის უსაფრთხოებაზე სალაპარაკო და ისე კითხებოდა რომ 9-11-იან ხომ მოსადმა მოაწყო ეგ მითხარი. კი, მოყვა ეგ ისტორია ჩვენ. მოსადმა რომ მოაწყო ეგ მითხარი, ანუ ტიპი რა გიჟია რომ ჯერ ეგერთი თulis რომ მოსადმა მოაწყო, მერე გიგა როუზის წინ იგონია რომ ამან იცის ეს ებრაელებმა იციან. და მესამე რომ ანუ კი როგორ არ იციან ყველაფერი იციან. ხო, და ეს და მაშინ უთხრა ეგეთი რაღაცა რომ მან მთელი საჯაროთაც თქვა რომ შეწყვიტეთო ჩემი კრიტიკაო, თორე პროკურატურასთან რიგები იქნება. ეგეთი რამე საჯაროთაც აქ ხამიდა. ეგო არ გამოვაო რა, მან უთხრა რომ არ გამოგივაო და კალიბრირებას გავაკეთებ, დავაბალანსებ რა, I will calibrate და ეხა გიგას დაბარებასაც რაც შეეხება, ეგ არის რა ეხა. ელემენტარულად კაცი ხედავს რო არ იტყო და ბიზნესს. არა, კალიბრირებას ინგლისურად ხო, მაგას ნიშნავდა რა. კალიბრირუებ მაქსიმუმ თუ როგორ არის. კალიბრირებას გავაკეთებ რა, არ ვიცი, გიგას მოყოლილი აქ ეს და რა ქართულად რა სიტყვა უთხრა, ის უკეთესად იტყვის და ეგ არის ეხა ამ შემთხვევაში ხო ძალიან მარტივი ხარ. ტიპი ხედავს რომ აგერ ყავს გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი, მიშა სააკაშვილი, მთელი მისი არმია, რომელსაც შეუძლია რომ ათრეშინოს გიგა. ხვდები? და ამ დროს გიგა დეკემბერში იყო დონალდ ტრამპ ჯუნიორის წვეულებაზე პირად. ის ბიზნეს ყავს ის ხალხი გიგას ათრეშებლად ვერ გავიგე. არა, როცა ისინი ისედაც თრეშავენ, ყველა რაზე უნდა რა გადაიხადოს ფასი და რაზე უნდა დაარეკინოს დონალდ ტრამპ. გასაგებია თამარ ბოლო კითხვას დაგისმევ, გავდივართ ბოლოსკენ და ჩემი მხრიდან ბოლო კითხვა იქნება. კი ბატონო. აი ეს დაჩაგრე და. არა, შემდეგ გააგრძელებს და იმას იცავს თვითონაც ექნება კითხვის დასვის უფლება. აი რა მინდა იცი აი როგორი ფორმულირება ამის ხარისხს გადახვედი. ძალიან შეგეშინდა მე მგონი. ძალიან შეგეშინდა და როგორი არის კრიტიკული კითხვები, რაც გქონდა ყველა კრიტიკული კითხვა დაუსვი ჩემი აზრით და ძალიან საინტერესოც იყო. შენ ახსენე ეს საგამოძიებო კომისია, ჩემი აზრით ეს საგამოძიებო კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ საბოლოოდ აიგზავნოს საქართველოში პარტიები და საბოლოოდ ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება ივანიშვილმა. მე მაინტერესებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხრივ შენი შიშები, შეშფოთებები და იმედები სად არის? ერთადერთი შიში მაქვს, რომ ოპოზიციას არ იყოს ნებისყოფა და შევარდეს თვითმმართველობის არჩევნებში მაშინ როცა გამარჯვება ასე. ნებისყოფა არის რა, ნებისყოფა კაი სიტყვაა და იცი რა მაგ დანახული, რომ ვისაც შრომა შეუძლია, ვისაც დიდი წიგნების წერა შეუძლია, ვისაც აი იმას ანუ არა დიდი სტატუსები არა. ხო, დიდი სტატუსი ვინც ის ტიქსაც დაწერს წავა. ხო და ანუ ყველაზე მეტად მაშინებს ჩვენ მხარეს კაპიტულაცია დროზე ადრე. თორე ისე არის კაპიტულაცია, არჩევნებში შესვლა. თავი თემა დაგვიწყდა, ხო? არჩევნებში შესვლა არის კაპიტულაცია. აი, რატომ არის რა აი არგუმენტები ხაბეიშვილი ნახვა ვიჩეო ის იქნება ბოზი ხო ნუ ხაბეიშვილი მე არგუმენტები ანუ მე მესე არ ვხედავ ანუ შეიძლება რომ მოგიწევს კაპიტულაცია ეგ ზუსტად არასწორია რა ეგ დამოკიდებულება რომ აი პირდაპირ მოჭრა კაპიტულაცია და მაგას თავი უნდა რომ ხო ხალხო დავმარცხდით ეს არგუმენტები მაინტერესებს მოდი შევიდეთ ჩვენ როცა ვსაუბრობთ თემატობის არჩევნებზე ვსაუბრობთ ამ რეალობაში გადასახედა რაც ახლა ხო არაც ახლა ეხლა არის სრული კაპიტულაცია იმიტომ რომ ხალხო ორ კაცზე ჩამოეკიდა მთელი აი ეს რაღაცა იმის სისტემა. ძურება ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურები. სანქცირებულია უმნიშვნელოვანესი პირები. პროტესტი არ ჩერდება, ხო? ჩვენ 13 წელი ანუ ვიღაცა იტყვის რომ ცოტა ხალხი გამოდის და აი აღარ არის. 13 წელია გვინდა რომ თუნდაც ეგეთი ცოტა ხალხი გამოვიდეს და რატო არ გამოდის? ეს ის თემა, რასაც მე და თამარა ვიქნებით ერთხარეს და ბოდი ხა შედაგარ. ხო და არა, ანუ გეტყვი რატო იმაში ვიღება. ყველანაირი ბოიკოტი მეზიზღება და ერთი სული მაქვს თბილისის მერად დავდგეთ და გავიდე კენჭე ვიყარო. ანუ არ გეგონოთ რომ კამპანია არ მინდა და არ გეგონოთ რომ არ მინდა რომ ლეგიტიმურად ვერ მოვიგებ. არა, ხო, ცხადია, ანუ პარტიის გაძლიერებისთვის მინდა და მნიშვნელოვანი, ანუ ამას გავაკეთებდი, მაგრამ ეხა, როდესაც ესე ახლოს ხარ ახალ არჩევნებთან, ეროვნული ინტერესების ღალატი მგონია ეხა კაპიტულაცია. და არა, ანუ ეხა არ არის ამის ისა, ეხა გვაქვს შანსი. შეიძლება მივიდეთ იმ მომენტში. და უხსდა ლეგიტიმაციას მისცემს არჩევნებში მონაწილეობას, აი რატომ? ნორმალიზებას გაუკეთებს ყველა ვარიანტში, ანუ ყველა ვარიანტში დინამიკა ეგეთია, როდესაც არჩევნებში შედის ოპოზიცია, მე იქ უკვე ავტომატურად იწყება საერთაშორისოების დიალოგი მათ შორის ხელისუფლებასთან ნორმალიზაცია მოხდება. ანუ ეხა ბოდიში რა, ეხა ისე ჩაგეჩრებ რომ შენ არგუმენტებს გამომყარებ. რატომ? არ ჭირდება საერთოდ, მაგრამ მომისმენ რა ამ წუთას რა უქმნის ხელისუფლებას პრობლემას. ორი ძირითადი კომპონენტი ხო არის, შიდა აქციები, რა დონითაც არის შენარჩუნებოდა, შიდა პროტესტი და საგარეო სანქციები.
ორივე მაგ კომპონენტ შეიძლება დაარტყას თვითმმართველობის არჩევნებში შესვლამ. ხალხო, თუ ხალხი გალვანიზებული იქნა და თვითმმართველობის არჩევნებში შესული დემორალიზაცია არ გაუკეთეთ, აუცილებლად დადგება. შემდეგი ნიაღვარი, აი გეტყვი რა, შემდეგი ნიაღვარი ამ ხელისუფლებას დაასრულებს და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება და მე გავა იქ არ ვიცი ხარ თუ არა კიდე გახარიას მხარდამჭერიც იქნება, ჩვენც გავალთ, ისიც გავალთ და გადალაგდება და ხალხი დაალაგებს პოლიტიკურ სპექტრს, როგორც კარგად ალაგებდა აქციებს. და წარმოიდგინე და იცი რა მაგარი რაღაც არის, წარმოიდგინე თან ახლა გეოპოლიტიკური ვითარებაც როგორია, ერთი სული აქვს რომ რუსეთი სადმე რომელიმე ქვეყანაში დამარცხდეს, ხო? გეოპოლიტიკური ვარსკვლავები გავხდებით, ანუ ძალიან ბევრი რამეს მივიღებთ, ძალიან იოლად, ანუ ძალიან მეგობარი აქტიც ამის ნათელი მაგალითია. თვითმმართველობის არჩევნები, ოღონდ მეორე მხრივ რა არის, რომ ეს გამოდმებული პედალირება, ესაც ბიძინას სამსახური მგონია, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები თემად უნდა ბიძინას. ანუ მე მინდა რომ ვიმუშაო ისეთ გარემოებების შექმნაზე, როდესაც გახარია როგორც პარლამენტში არ შევიდა და როგორც ლელო პარლამენტში არ შევიდა, ისე ვერ გაბედავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეხა უკვე ისეთი რეალობა მაგ თემის უკან გადაწევა აღარც გამოვა, მეტად და მეტად გაიზრდება მაგას საუბარი ალბათ რაც მოხდა. ხო, კრიტიკული ამ ნაწილში, აი არ ფიქრობ, რომ აი რეგიონებში თქვა გირჩთან და კონსერვატორებთან და იჯიებთან დატოვებული მუნიციპალიტეტები დიდი პრობლემა იქნება? არა და გეტყვი რატო. მე არა ვარ იმ გაგების რომ ჩემი ბაბლი თუ აგერ ჩვენი ბაბლი თუ აღშფოთებულია და 10% და 20% ეს ნიშნავს რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი წინააღმდეგია თვითმმართველობის შესვლა ოპოზიციური ამორჩეველი. აუცილებლად ოპოზიციური ამორჩეველის უმრავლესობა იტყვის რომ არჩევნებში უნდა შევიდნენ. მაგრამ შენ ხო 100% გჭირდება, ანუ შენ გჭირდება რომ ის აქტიური ხალხი რომელსაც გაუტყდება და დემორალიზდება იმით რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში შევიდა, ისიც გალვანიზებული იყოს, ისიც არჩევნები. ანუ დემორალიზებული ხალხით არჩევნების მოგებით ვერ იგებ. და ამას გარდა ხელისუფლება ხო არ იცვლება თვითმმართველობის არჩევნებით. ამიტომ მოტივაციაც გაცილებით ნაკლებია მონაწილეობის ყოველგვარი იმის გარეშე. რო უგებდე, ვერ მოუგებ, ანუ გაყალბების მექანიზმები ხო იცით? შენც ხო იცით? შეიძლება დაუშვათ იძა რაღაცა მეთოდები გაქვს და მოდი მე ანუ არ იცვლება ამითი ის რა ქვია რეჟიმს ვერ ცვლი და რეჟიმს თუ ვერ ცვლი კრიზისიდან ვერ გამოდიხარ, იმიტომ რომ დაკვეთა რა არის რომ დაუბრუნდა ევროპულ გზას. აი ესე გარანტია რო იყოს რომ აი რაღაცა ჰიპოთეტური გარანტია რო იყოს რომ ვერ გააყალბებს სამარჩევნებს ოცნება, მაშინ ალბათ მე დავფიქრდებოდი შესვლაზე. ჰიპოთეტური გააყალბებს, ეგ არის პრობლემა. ანუ რეალურად შენ ხო სისტემური პრობლემა გაქვს, ანუ სისტემურია ხალხო გაყალბება. საკანონმდებლობაში სამი რაღაცა შევცვალე და უიმე აღარ გაყალბდება სხვა რამე, ანუ სისტემურია, ეს სისტემა უნდა დემონტაჟი მოხდეს, ანუ მანამდე უნდა მოვიგოთ არჩევნები. ბიძინა აი დიალოგიო მერცი და მაკრონი და ის რო გეუნებიან. დიალოგი შეიძლება იყოს მხოლოდ ძალაუფლების გადაბარებაზე და ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ შემდეგი ნიაღვარი ხალხის დიალოგი ვერ გაუქმებს ლეგიტიმაცია არ ეყოფა ბიჭო ვერ ხედავ თვითონ აქვეყნებენ რაღაცა 50 თუ 100 კაცის იმას როგორ აქვს გადაკეტილი და უნიათოებს გვეძახიან ჩვენ და უნიათოები ჩვენ რანაირად ვართ 100 კაცის თუ რუსთაველს კვეთავთ უნიათოები თქვენ ხართ რო გვაკეტინებთ ხო იმიტომ რომ ლეგიტიმაცია არა გაქვთ და იმიტომ გვაკეტინებთ რომ ესკალაციის გეშინიათ და ეგ აუტრიალდებათ ყველგან ესკალაცია აუცილებლად მოხდება და ბევრი ხალხი აუცილებლად დადგება ქუჩაში აი ეს ესკალაცია მაგ რაღაც ახალ სიგიჟეს ველოდებით ოცნების არა შენ პროცესი უნდა მიყავდეს ანუ აი მაგ არის ძალიან მილტონ ფრიდმანის სიტყვები არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგ დროს რომ შენ ან მოსაწყენი არის მზადება აი მომენტუმისთვის როდესაც მხოლოდ კრიზისის შეცვლილებას და ჩვენ არ ვიცით ეს კრიზისი როდის დგება ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერც ერთი ცვლილებების თქვა შემსწავლელი ექსპერტი ვერ გეტყვის როდის ხდება ის სტიქია ის აი ჩათვალე რომ აი სტიქია მოდის აი რაც ქუჩებში ხდება ის არის სტიქია ჩვენ შეგვიძლია რომ ამ სტიქიას დავახვედროთ ნორმალური ალტერნატივა ჩამოშლას ველოდებით უფრო მაჩი მოხონ ეს არ მიცოლით შიგნიდან თავისი თხო არის ველოდებით ჩვენი ბრძოლის შედეგად ვიღაცა იძახის რომ აი ბაჩეშვილს გადააყოლა ყველა ის ბაჩეშვილი ხო იმიტომ გაიპარა და ყურადღება იმიტომ იყო მოდუნებული რომ სხვაგან იყო კიდე ფოკუსი და შენ იმაში ანუ ორგანიზმად უნდა შეხედო რა ხვდები აი ნაღლის ბუშტი რო ტყივა და საქვეზე რო რაღაცა გამოგაყრის ანუ აი ესე უნდა უყურო პოლიტიკასაც რომ შენ რო რუსთაველი გადაკეტილი სადღაც რაღაცა ირყევა სისტემაში აუ ის ჩვენ თეორიაზე ვკი თეორიაზე კი რაღაც იდეა რო ბოლოს სტუმრებისთვის აღარ დაგვისვავს ეკითხვა რა იდეა ისეთი არის მართლა არ ვიცი რა რამდენად სწორი შეიძლება იყოს 20 ივნისზე რო გამოცხადდა ამნისტია ძალიან რთული თემა რა ხან არის ეს პოლიტპატიმრები და ემათ უკან ოჯახები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხა პათეტიკური იმებს არ დავიწყებ ხო არ შეიძლება იყოს ეგ გამოსავალი რომ ყვები ვიხსნათ
აი რა აზრის იქნებოდი მაგ იდეაზე რომ გამოცხადეს კიდევ ერთი ამნისტია რომ ისინი არ დაისაჯონ პირობითად ვინც იქ ხალხს ურტყავდა მაგრამ გამოუშვან აი კონკრეტულად ეს გასვლა რო გაკეთდეს რატო უნდა გაგიკეთოს ეგ გასვლა არა რატო უნდა გაკეთოს ეგრე არ უჭირს ჯერ რომ გაგიკეთოს ხო მაგრამ იდეაში მაგაზე დათანხმდებოდი თუ არა რომ დადგეს ეგეთი ვარიანტი და მე ამნისტიას თუ უნდა ისედაც მიიღებს და ასედაც ჩემთვის მაგის გასვლა რა შეჭირდება ხვდები რა შეიძლება თავისი გადასაწყვეტი თვითონ მე რასაკვირველია ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის და ყველაფერს დავთანხმდები რომ პატიმრები გამოვიდნენ გარდა იმ პრინციპებისა რაც იმ წარს პატიმრებს არ უნდათ ხო პატიმრებსაც არ უნდათ ანუ არ ვივაჭროთო ჩვენითო ნაწილი მაგას ითხოვს და ამას უნდა გაუწიოთ ჩვენ ანგარიში ყველა შემთხვევაში ძალიან ამაღელვებელი სიტყვა ქონდათ 26-ში თვითონვე ჩაწერეს და თავიანთი სიტყვებით გადიოდა იმაზე რა ქვია 26-ში დიდ ეკრანზე და ძალიან კაი იყო ხო თვითონ პატიმრები ამისი მომხრე არა ვარ ყველაფერს გავაკეთებ მაგრამ რატო უნდა გაგიკეთოს ეგ და მე კიდე რა არ მომეწონა კიდე იცი რომ შენ თუ ეხავე აცხადებ რომ თვითმმართველობის არჩევნებში შედიხარ თუნდაც იმ რაღაცა საკანონმდებლო ცვლილებებს რითიც ფაქტობრივად დაკვირვება შეუძლებელი გახარ ვერიფიკაციის აპარატა მისვარვა შეიძლება ანუ შენ წინასწარეუნები რომ ხო მე შემოვდივარ არჩევნებში ამ რეალობაში შემოვდივარ რა სად არის გოიმობა ანუ პირობების გარეშე მათ შესვლა ჩემ მე იცი რა ხო შეგილია როცა ხარ პოლიტიკური პარტია არ სამოაყენეს ეგ იყო ყველაზე დიდი შეცდომა თუნდაც ზოგადი პირობა რომ სანამ არ გაჯასაღდება აი ესეთი ზოგადი პირობა თუნდაც ხო შეგიძლია მე გონია რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა ყოფილიყო მაგ საკითხში თავიდან ბოლომდე და იქ უნდა გადაწყვეტილიყო დავუშვათ არ ახარ ერთიანი მაგრამ კაცო შენ თუ წინასწარ ეუნები რომ მე ისედაც შემოვდივარ რაღაცა შეგიცნოს მაშინ რაღაცა აუცილებლად ვკითხავთ ამ კითხავს ველოდებით გახარიას ხო კი შეპირებია და შენს მე არ დამოვიწყდეს სალომე ზურაბიშვილთან რაღაც კომუნიკაცია ქონდა კი ველოდებით სალომესაც სიტყვა შეგვაწია ხო იცი რა არის მოდი ესე ვთქვათ რომ ყავს ანუ დანაწილებულია რა რასაკვირველია შეგაწევთ სიტყვას მაგრამ დანაწილებულია და ხო უთხარი რომ კაი ბიჭები არის რა გაგაბრაზე ერთი დასაწყისში ერთი ჩამოკაწრა უნდა და მე დასპაკოინდები რა ეგრე გონია არა ეგ სტრატეგია იყო სხვათა შორის თავიდან კრიტიკული კითხვები და მე შინაარს ანუ ჩვენ ჩამოკაწრეთ და შენ დასპაკოინდები ეგ გითხრა იმას თქვა Okay. Let it be. ჩემო მეგობრებო, თუ გინდათ რომ არ გამოგჩეთ ჩვენი პოდკასტები, აუცილებლად გამოქვევით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე. მაინც ნორმალური საუბარი გამოვიდა ჩემს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ესევე დავამთავრებ როგორც. მე მომწონს შენ პოზიტიურ განწყობაზე, მე ზოგადად ვცდილობ ხომ იმად ისეთ ადამიანებს ვესაუბრო, ვინც ჩემზე მეტად პოზიტიურად არიან განწყობილი, რომ ეს გადმომედოს რაღაცნაირად, რომ პერიოდები მაქვს ხოლმე რა, რომ ცოტა ნიჰილიზმის შემოგება. ძალიან არა, მაგრამ როგორ არის იცი რომ ხა რეალისტურად უყურებ, კი შეიძლება საფრთხები არის ჩვენ მხარეს, რომ შეიძლება რომ ჩვენ, მაგრამ ყველაზე მეტად მეშინია ჩვენ მხარეს ჩასვლა. იმ ბრძოლის დედავატირე, რომელშიც გამარჯვების გარანტია გაქვს წინასწარ. რა თქმა უნდა. კაი ფრაზაა, მე მოვიგონე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია არ შეგაწყინეთ თავი.